მე მოვიმარაგე ყავა. წყალი, იგერ არის ნუში. და აი ეს არის კითხვები, მეგობრებო. აქ ეტევა საცხა ერთი კონა ბარდი. ძალიან ბევრი კითხვა. მართლა ძალიან ბევრი კითხვა ჩემთვის. და ვიწყებ. ჩვენ გვინდოდა რომ კითხვები, ვინც არის კითხვის ავტორი, მაგათი სახელებიც გვეხსენებინა, მაგრამ ძალიან ბევრს აქვს მოგონილი სახელი რა, user 1234556 რბა ხ. აი ესეთ სახელები და ამიტომ ნუ ვერ რა. კაი, შამ. რა რჩევას მივცემდი ადამიანებს, ვინც ახლა რთულ პერიოდს გადიან. პირველ რიგში ჩემი აზრით და ჩემი ნაცადი ხერხებით ეს არის საკუთარ თავთან ჩაღრმავება, ვიცი ძალიან რთული არის ეგ პროცესი, იმიტომ რომ მტკივნეულია, რაღაცა კითხვები არის შენ თავთან ახლა, რასაც საერთოდ არ გინდა რომ გასცე პასუხი, იმიტომ რომ ისედაც ზედაპირზე არის ამოსული ისეთი თემები, რაც გაწუხებს და ართულებს შენს ცხოვრების ამ ეტაპს. უნდა გაიგო აუცილებლად ეს სირთულეები, საიდან მოდის. შენ იცი უბრალოდ მოცემულობა, რა ახლა ხარ ცუდად, მაგრამ რო გაიგო, როგორ გაუმკლავდა, აუცილებლად უნდა იცოდე გასაღები ამისთვის, რა და შეიძლება ეს იყოს, აი, ძალიან პრიმიტიული რაღაციდან დაწყებული, იმიტომ რომ შენ დეტალებს არ აქცევ ყურადღებას. შენ შინაგანად რა გტკიო და რაღაც მომენტში და რაზეც გეგონა, რომ კაი, მერე დაუბრუნდები რა ამ ტკივილს. და ეხა საქმეები მაქვს აკეთებელი. ეგ ტკივილი არსად არ მიდის, ინახება და მე ბევრდება, როგორც აი ჭიქა რომ მიუშვი რა ონკანს მოშვებულს ოღონდ. აუცილებლად გადმოვა წყალი, როდესაც ბოლომდე ავა, ხო? იგივეა ზუსტად ემოციებშიც რა, იბუთქებს და ყველაზე ნეგატიური ფორმით. კიდე გირჩევთ დისციპლინას, ძალიან მნიშვნელოვანია. აიძულეთ საკუთარ თავებს, რომ ივარჯიშოთ, აიძულეთ თუ ცხოველი ყავთ, რომ ასეირნოთ ყოველდღე და ძალიან ბევრი იძულებითი ფორმით ვალდებულება დააკისრეთ საკუთარ თავს, იმიტომ რომ რამდენადაც ყურადღების გადასატანად ამას არ გულისხმობ. დისციპლინა მაგ დროს twins ძალიან ჭირდება, როდესაც არის აღვირახსნილობის პერიოდში. აღვირახსნილობას გულში იმას გულისხმობ, რომ ფიქრებს როდესაც ვერ აკონტროლებ, ლაგამი ჭირდება მაგ დროს მოკლედ რა სამართავად. და ამ ხერხს მივმართე მე ჩემი ცხოვრების ვერ ეტაპზე და მიშველა. ой, ეს პაჭუტი დაანტი. რისი კეთება გიყვარს ყველაზე მეტად? საჭმლის არა. ჭამა. ბუნებაში სიარული. ბუნებაში ყველაფერი, ბუნებაში მოფსმა. ყველაფერი, რაც ბუნებაში შეიძლება აკეთო მიყვარს. ცხოველების დაზიანების გარდა. ფლოკისთან ერთად დრო ისტარება. ფილმების ყურება და ჭამა. ფილმების ყურება და ჭამა. მოკლედ ფილმების ყურება შეგულისხმება, შეიძლება ერთ დღეში უყურო, ერთ დღე-ღამეში 14 ფილმს რა. და ჭამა ყოველი ფილმის ყურებისას რაღაცა ახალი კერძი. ხო. ფილმები და ბუნება. რომელიმე შენი სტუმრის მიმართ გაგჩენია სიმპათია და გიფიქრია მასთან ურთიერთობის დაწყებაზე? სიმპათია გამჩენია კი. ურთიერთობის დაწყებაზე არ მიფიქრია დიდად. იცით რატო? იმიტომ რომ რაღაცა ის 2 წელია ჩემი ცხოვრების საერთოდ პირად ცხოვრებაზე რატოღაც ბოლომდე ესე სერიოზულად ვერ ვფიქრობ. ეს არ ვიცი, შეიძლება იმის ბრალია, რომ რაღაცა ტრამვები მაქვს დალექილი ურთიერთობებიდან და მზად არ ვარ რა. იმიტომ რომ რატოღაც განრიდება მაქვს ადამიანების მიმართ. მიხვდით? აი მიხვდით? გონია რომ მართლა ყველა სპირის პირველ აპარაკი. მაგარია. დაშჭექა. უი, არკადია ჰოუმ დეკორზე მინდა და ეხლა რაღაცა ჭექა ქუხილზე გამახსენდა, იმენა ვეძმური სიტუაცია აქ ეხლა ესე ტრიალებს ყველაფერი. ეს სანთლები არის არკადია ჰოუმ დეკორის, რომელიც ესე მომშვენებს ამ წუთას. ან მე ვამშვენებ მათ, ან ისინი მე. თქვენ განსაჯეთ.
კი გამჩენია სიმპათია მოკლედ, მაგრამ ხო ცხოვრების ისეთ ეტაპს გავდივარ, სადაც ადამიანებში რატომღაც უფრო მინუსებზე ვარ კონცენტრირებული. ამიტომ ურთიერთობის განვითარებაზე არ მიფიქრე, მიუხედავად იმისა, რომ საშუალება იყო, შანსები ქონდა რაღაცა ურთიერთობებში განვითარებულიყო, მაგრამ გავჩერებულ ვარ. და ხო, ეს იყო ჩემ ერთ-ერთ სტუმართან. გიჟდები. სამომავლო მიზნები და ოცნებები. ზუსტად რამოდენიმე დღის წინ ვფიქრობდი მაგაზე. რომ ადრე წარმოვიდგენდი რაღაცებს ძალიან შორეულ მომავალში. ეხლა საერთოდ აღარ ვარ ეგრე. და მაგის ცოტა შემეშინებდი, რომ ადრე შორეულ მომავალს რო ხედავდი, ეხა 10 წლის წინ რო ვფიქრობდი, რომ ამ ასაკში ესე ვიქნები, ვარ ეგრე. და ეხა 27 წლის ასაკში რას ვაკეთებ, მართლა არ ვიცი. ეხლა უფრო რაღაცა ახლო მომავალზე ვფიქრობ და ვიღაცისთვის შეიძლება ძალიან პრიმიტიული იყოს ეს ჩემი ოცნებები და მიზნები. ეს ასოცირდება აუცილებლად ძაღლებთან. აი მაგედან ვერ გავიზარდე რა, ღმერთო ნეტა არასდროს ვერ გავიზარდო და არ დავღვინდე ისე რომ ცხოველი ჩემთვის ცხოველი იყოს და არ ქონდეს ადგილი ჩემ ოცნებებში და წარმოსახვაში. ჩემი ცხოველები, ძაღლები, კატები, მელია მინდა ძალიან რომ მოვიყვანო, ეს ჩემი ოცნებაა და აუცილებლად მოვიყვან. მონადირეები სხვათა შორის საქართველოში ბინების არიან რა, ერთ-ერთი რაღაცა პეიჯია, რომელიც მელიას თუ პოულობს აუცილებლად და მოკითხვა ზურას, სულ მიგზავნის, რომ აი მელია და ხوار წამოვიყვანოთ და ჯერ არ მაქვს რა, ეგეთი საშუალება რომ მოვაწყო სივრცე მელიისთვის, საიდანაც არ გამეპარება და მეზობლებს ქათმებს არ შეუჭამს და არ მომიკლავენ. მინდა ქალაქგარეთ რომ ვიცხოვრო ოღონდ ისეთ სახლში, რომელშიც აი სოფლური პონტი მეჭირება, მაგრამ თან იქნება ისეთი ცხოვრებისთვის კარგი სივრცე, კომფორტული მოწყობილი. და შემოსავალი რა, რომ აი არ მქონდეს სადარდებელი, რომ ღმერთო რაღაცა რეკლამაში გადამიღონ, იმაში გადამიღონ, რომ ამ თვიდან თვემდე როგორმე მივახციო. და ეხა მივხვდი რომ მე მგონი კაცს შემგვერდით მან და არ ვხედა. არც ქალს ღმერთო ჩემო, მაგრამ ანუ არავის არ ვხედა. მგონი მარტო ვარ ამ ჩემ წარმოსახვაში. მაგრამ არა უშავს კაცო. მოვა ვიღაცა დაიპყრობს გულს და უცებ გაჩნდება წარმოსახვაში, არ არის ეგ პრობლემა. მას შემდეგ რაც შექმენი არხი და დაიწყე პოდკასტების კეთება. რა გასწავლა ამ ყველაფერმა? ან რამე ღირებული თუ მოგცა? ძალიან ღირებული რაღაცაები მომცა, ბევრი. პირველ რიგში დავრწმუნდი იმაში, რომ რამ მართლა გეუბნებით. ანუ ჩვენ რა ფერებიც ვიცით, მაგდენი ფერი არ არის რა. რამდენი ადამიანიც არის, იმდენი ფერია. და არც ერთი ადამიანი არ არის ერთმანეთის მსგავსი, ან ოდნავ მიმსგავსებები თუ არის, მაინც ვერ მოხარშავ ერთ ქვაბში. მიუხედავად რომ ყველა კაცი ერთნაირია. კაი, მაგას ხუმრობ, მაგრამ რაღაცების აბაზისოები გაქვთ კაცებს საერთო რა, როგორც ქალებს. მაინც ყველა ძალიან სხვადასხვანაირია და მივხვდი, რომ დის მიხედვით წიგნი მართლა არ უნდა შეაფასოს ერთი. იმიტომ რომ ძალიან ბევრ ადამიანზე როგორი შეგრძნებაც და შთაბეჭდილებაც შორიდან მქონდა, აღმოჩნდა, რომ საერთოდ არ არიან ეგეთები. მივხვდი, რომ ყველა ადამიანს, აი თქვენთვის როგორი ისეთი ცხოვრებაც არ უნდა გქონდეთ, ის ინსტაგრამიდან, ან ფეისბუქიდან, ან რაღაციდან გამომდინარე, ყველა ადამიანს აწუხებს რაღაცა. სადაც ერთნი ვართ რა. ანუ შენთვის რაღაც აი პედესტალზე მდგომი ტიპი ზუსტად იმ ყოფით პრობლემებზე ნერვიულობს, რაზეც შენ ძილის წინ რა. მაგას მივხვდი კიდევ. და მგონია რომ რაღაცა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგი მენტალურ პრობლემებზე, რომ ილაპარაკონ ადამიანებმა უპრობლემოდ რა. პირველ რიგში არის ხალხო ლაპარაკი რა. რაც ჩემი აზრით, ჩემი წვლილი შევიტანე და ჩემმა უსაყვარლესმა მეგობრებმა, რომელიც კამერას მიღმა ზიან ეხა და იჯდნენ თამუნაც მათ შორის, იჯდნენ 1 წლის წინაც, აი ერთად შევიტანეთ იმაში წვლილი, რომ ვიღაცას ოდნავ გაუმარტივდეს, რომ ილაპარაკოს იმაზე, რომ ცუდად არის. ან თუნდაც კარგად არის. საერთოდ ილაპარაკოს რა. და მადლობა ჩემ ადამიანებს.
თქვენ ხვდებით, რომ ეს შევუკვეთეთ ჩვენ? ჭექა ქუხილის ხმა არ შემოდის, ხო? როგორ წარმოგედგინა ბავშვობაში შენი მომავალი და გამართლდა თუ არა? იცით რომ ბავშვობაში მოკლედ მამა ჩემს ყავდა ვრანგლერი. მამა ჩემისგან მაქვს ამ მანქანის სიყვარული. ოღონდ გაფანატებული სიყვარულია ეს რა, ვიღაცები, რავი, ადრიანა ლიმაზე ოცნებობდნენ და მაგის პლაკატები ეკიდათ ჟურნალი თბილისელების შუაგვერდიდან და მე ვრანგლერში ვიყავი. და ნუ კაი დიმა ბილანი კიდე, მაგრამ ეგ წარსულს ჩავაბაროთ და აღარასუდეს არ მიხსენოთ. იმენა გვაფრენდი. ყველას გვაქვს ჩვენი სევდო და ცოდვა სანდრო რა. ვიზუალურად მომწონდა ალბათ ძალიან. ეგ კიდე ცალკე ტრაგედია. ანუ ხო შეიძლება რომ მუსიკა მოგწონს ვიზუალურად თუდად ხდება. და ნუ კაი ეხაც ფოტო თუ წავაწყე პატარა პეპლები მაგ ბავშვობიდან უბრალოდ. კაი, ბავშვობის ემოცია. კაი. ხო და წარმომედგინა რომ მე აუცილებლად მეყოლებოდა ვრანგლერი, აუცილებლად ვიქნებოდი ოფროუდებში, აუცილებლად მეყოლებოდა ძაღლები, ქალაქგარეთ ცხოვრების რაღაცა გამოცდილებაც მექნებოდა, ვიქნებოდი წარმატებული ქუჩაში მინდოდა რომ ხალხს ვეცნე. მართლა მინდოდა რა. ოღონდ იმიტომ კი არა რომ რაღაცა დებილური ვიდეო გამივარდებოდა, რის გამოც ხალხი მიცნობდა. არა რა, ანუ რაღაცა ღირებულს გავაკეთებდი, შევქმნიდი და ხალხი მიცნობდა და ჩემ მიმართ ექნებოდათ იმის განცდა, რომ ვაიმე, ეს ნაკაკვარია, ეს კი არა. აი, რეალურად თითქოს მიცნობენ აი განცდა. რასაც მე მართლა მივახციე და კი გამართლდა. ძალიან ბევრი რაღაცა არ გამართლდა. იმიტომ რომ ისიც მეგონა რომ პირადი ცხოვრება მექნებოდა. მაგრამ აი ხა კი არ განვიცდი იმას რომ არ მაქვს რა. ეგ უფრო მადარდებს რომ მაგას არ განვიცდი. უბრალოდ აღმოჩნდა რომ ძალიან კარიერისტი ვარ და ეგ ორი ერთმანეთთან რაღაცა ვერ დალაგდა. ვერა. და იყო შენი мотиваცია რომ შეგექმნა YouTube არხი? ეხა ნახეთ. მე აქ მარტო არ ვარ რა. აი როგორც მოგიყევით, კამერას მიღმა არიან ადამიანები, რომლებთან ერთადაც მივიღე გადაწყვეტილება, რომ YouTube-ზე გადავსულიყავით, თორე ჩვენ რამოდენიმე თვის დაწყებული გვქონდა Facebook-ზე. მამა ჩემის კომპანია არის, რა არის ამაში დასამალი, საავტორო უფლებების ასოციაცია, IPO-ა, რომელიც ეხლაც გვაფინანსებს და ეგ კომპანია რო არა, ჩვენ ვერ ვიარსებებდით. ვინც ხართ ხელოვანი და არ ხართ მან დარეგისტრირებული, გთხოვთ დარეგისტრირდით, იმიტომ რომ ბოლო-ბოლო ფული ჩაგერიცხებათ ხოლმე. ამბავი რა არის? მაგათთვის მოკლედ ვაკეთებდით, მინდოდა რომ ცოტა მაგათი Facebook page-ი მომეხოდა და მოვიფიქრე ეგეთი რაღაცა რომ ისე არავინ არ იცის შინაგანად ვის რა აწუხებს ხელოვან ადამიანს, რომელიც ჩვენ გონია რომ საერთოდ არაფერი არ ადარდებს კაცოს. შეკვეთაზე იღებს, დადის, кайფობს, გულაობს, აი მეთქი ყველა მინდა რომ იმიტომ რომ მაგ პერიოდში გავდიოდი ცოტა რთულ პერიოდს და აი ესე უცებ რაღაცნაირად აი ესე ჩამივარდა ეგ იდეა და მოვარდი პირდაპირ უთხარი მამა ჩემს ეს იდეა ძალიან მოეწონა იმიტომ რომ თვითონაც უნდოდა რომ Facebook-ი მოეხოდა და დავიწყეთ თქო მარტოობის 15 წუთი ერქვა იმიტომ რომ მარტოობის 15 წუთში ვატევდი ამ ყველაფერს და წარმოგიდგენთ ხო 15 წუთში ხურდება ყოველთვის ადამიანი შენთან ლაპარაკში შედის 15 წუთში და მე ვამთავრებდი მაგას გამოუცდელი ვიყავი. მე უკვე მაყურებელმა რომ მოითხოვა რომ გაზარდეთო, გავზარდეთ და მე მივხვდით რომ ნუ Facebook-ი არ არის ის რაც გვინდა რა. არავის არ ვაკნინებ, მაგრამ YouTube მაყურებელი კიდე სხვა მაყურებელია რა, რომელიც შენ გიყურებს და Facebook-ზე ამოუგდო ვიღაცას და რაღაც დებილურ ხასიათზე, იმიტომ რომ კარტოფილი დაეწვა და რაღაცა ბოდოვა კომენტარს გიწერს ახლა და ეგენი არ გვინდა ბოდიშკეთით. ხო და ეგ იყო მოკლედ რა, რომ ადამიანებს გაეცნოთ ცნობადი ხალხი სხვა კუთხით. რას ფიქრობ ანიმეებზე და უყურებ თუ არა? ჩემი და ჯერ ერთი ისე იცმევს რომ ანიმეს პერსონაჟი გეგონება. მე მეორე უყურებს ანიმეებს. ოტაკუჯი და ეგრე შეიძლება გელაპარაკოს რაღაც უცნაურად იაპონურს სწავლობს სხვა შორის. შესაბამისად ხო ვიცი ანიმეები გამიგია. მაგ მაგის დამსახურებით ნანახი მომკლავს ხარ ვიცი რა ზე არის. აი ბიჭი რო არის რომელსაც ოჯახის მოუკლავენ და მე
და რო აღმოჩნდება ცოცხალი ჯერ კიდე, ოღონდ უკვე გარდასახული ვამპირად და ჩანთაში რო ისვამს და მიიყავს იმისთვის, რომ გამოაჯამრთელოს, მაგას უყურებ ჩემდასთან ერთად და Death Note-ი რა თქმა უნდა ნანახი მაქვს, იმიტომ რომ ეგ ყველას უნდა ქონდეს ჩემი აზრით ნანახი რა, ანუ რაღაცა კლასიკაში შედის რა. რისი შიში გაქვს? ეს მე არ ვიცი, ხა თქვენ რას გულისხმობთ? რომელ შიშებს ლაპარაკობ? ფობია სხვა არის ალბათ. ფობია მაქვს სიმაღლის. მაგრამ სიტყვა ფობია არ მომწონს, ბოდიში მე მგონი დავაბოლტნი. სიტყვა ფობია არ მომწონს. ეს დედამ მითხრა რომ არასდროს არ უნდა თქვა და ძალიან და უსიამოვნო შეგრძნება ქვია ამას, უსიამოვნო შეგრძნება მაქვს სიმაღლეზე. და კიბეებზე, შუქს რო ვაქრობ ხოლმე სახში და კიბეებზე ავრბი ვარ, სულ მგონია რომ მომზდებს ვიღაცა. აი საუბრობი ვარ. მართლა გეუბნებით. აი ეგეც ძალიან უსიამოვნო შეგრძნება მაქვს. შიში მაქვს საყვარელი და შიში საყვარელი ადამიანების დაკარგვის მაქვს. საყვარელი ცხოველების დაკარგვის მაქვს. და საშინელი უნარი და თვისება მაქვს, რომ რაღაცა სცენარებს წარმოვიდგენ ხოლმე და მე ძალიან სუდად ვხვდები. იმიტომ რომ ზოგადად ფიქრი არის ჩემი მტერი, რამდენადაც ჩემი მეგობარია, ამდენად ჩემი მტერია, იმიტომ რომ შეიძლება მდგომარეობიდან გამომიყვანოს, რაღაც საცობში დავიწყო ფიქრი, ისეთ უბედურ სცენარს დავხატავ, რომ ცუდად ვარ მე. და ჩემი გონების შიშიც მაქვს. რა გაქვს ისეთი თვისება, რომელსაც გინდა სხვებიც ამჩნევდნენ? მე მგონია რა ყველაფერს ამჩნევს. და ხანდახან ეგ არ მომწონს. აი, იცით რას მინდა რომ ამჩნევდნენ ჩემ თვისებებში, რომ ადამიანი არ არსებობს, ვის მდგომარეობაშიც ვერ შევალ. ეს ალბათ პროფესიიდან გამომდინარეა, მე არ ვამბობ, რომ მე პედოფილის მდგომარეობაში შევდივარ და ვთვლი, რომ ანუ მაგათი ისა. ეგეც რაღაცებს არ გულისხმობ, მაგრამ აი მოკლედ ეგ მგონია რომ კაი თვისებაა რა. რამდენადაც შეიძლება ცუდი იყოს. ან საერთოდ მე მგონი არ ამჩნევდეთ ჯობია, არ ვიცი. რა არის შენთვის ცხოვრების ყველაზე დიდი мотиваცია იმ დროს, როცა უბრალოდ ვერაფერს აკეთებ? რა არის ის, რაც ფეხზე გაყენებს და мотиваციას გაძლევს წინსვლისთვის? პირველ რიგში რაღაცებს უყურებ როგორც ვალდებულებებს, თუმცა იმ ვალდებულებას არა, რომელიც აუცილებლად უნდა გავაკეთო თუ არა და აი როგორც დედლაინი გაქვს, რომ რაღაცა სამსახურისთვის რაღაცა გააკეთო და ეს არის აქ, ეგრე არა. აი, ჩემ თავთან ძალიან ბევრი ვალდებულება მაქვს რა. ანუ ვალში ვარ საკუთარ თავთან ყოველთვის, რომ გავაბედნიერო. იმიტომ რომ წარმოიდგინე ახლა ღმერთმა მომცა მე იმის საშუალება და ჩემმა მშობლებმა რომ ვიარსებო. ამას ხშირად ვფიქრობ ხოლმე ამაზე. და მე ერთადერთი ვალდებულება რაც მაქვს ის არის რომ კარგად ვიცხოვრო, ოღონდ ისე რომ სხვისთვისაც რაღაცა ცხოვრებაში შევცვალო და უბრალოდ ვიცხოვრო რა და უკან მოხედვის არ შემეშინდეს. მაგაზე ვფიქრობ ხოლმე ხშირად რა. რომ აი უკან რომ მოვიხედები არ შემეშინდეს, ვერ ვიტან მაგ განცდას, იმიტომ რომ მქონია რა, აი 22 წლის ასაკში უკან რომ ვიხედებოდი, ძალიან მეშინოდა, რომ ეს რაღაცა 2 წელი ღმერთო ჩემო რაში გავფლანგე. დეპრესიაში გავფლანგე, ხალხო ვიწექი ჩემ ოთახში, არ გამოვსულ ვარ. აი ესე პოდნოსით მაწოდებდნენ ხოლმე საჭმელს რა. რეალურად შემეძლო რომ მომეხმარა, ხო და რაღაც კარგისკენ წამეყვანა იქ პერიოდი ცხოვრების. და აი ეგ არის ჩემი мотиваცია. რომ თქვა თვამა 40 წლის ნანკას, ისეთი პირობები უნდა შევუქმნა, რომ თქვას, რომ საღოლ რა. და ამიტომ სულ მაქვს ჩემ თავთან ლაპარაკი. მე კიდევ ვფიქრობ ხოლმე, რომ აი დედა ჩემისთვის როგორი ადამიანი ვარ. ალბათ ესეთი და ესეთი. მამა ჩემისთვის როგორი ვარ, ალბათ ესეთი და ესეთი.
მე ჩემ თავში ხო იმ თვისებებს ვერ ვაფიქსირებ, რასაც ხვები აფიქსირებენ რა, ხშირ შემთხვევაში, იმიტომ რომ მე ესეთი ვარ და მე ვერ აღვიქვამ, რომ ეს არ არის კარგი, ან არ არის ნორმალური, ან საერთოდ ხაზგასასმელი. და მახსენდება ხოლმე კარგი სიტყვები, რასაც მეუბნებიან, ჩემი დისთვის როგორი ვარ, ფლოკისთვის როგორი ვარ. და მე ამ ყველაფერს უცებ ვიხსენებ, ვიჯერებ, რომ მე თუ ამათვის ესეთი ვარ, ესე იგი იქნებ ესეთი ვარ. მართლა ეგეთი ვარ. და მეხმარება ხოლმე, მაგრამ არის რა მომენტები, როდესაც ვაფშე საერთოდ არაფერი არ გახსენდება და მოკლედ იმიტომ ხარ დღეს ესე, რომ გინდა რომ იყო ესე, ცუდად, თქვა თქო. და ვაძლევ ხოლმე ჩემ თავს საშუალებას, რომ ხანდახან ვიყო უიმედოდ. და ეგეც დასვენებაა რა, ჩემი აზრით. უკვე გახდა, ვიღაც იცი რა 22 წლის ასაკში ისე როცა ვიყავი ხოლმე როგორც აი ხანდახან შემორბენები აქ ამ ცუდ მდგომარეობას ძალიან დეპრესიულ პერიოდებში ვარდებოდი მაგითი და ერთი კვირა მეწელებოდა. ეხლა ამასთან გამკლავება ვისწავლე ნელ-ნელა და ვხვდები რომ უბრალოდ ეტაპია. ეგ არაფერი. ნანკა, ამინდვა იმოქმედა. ნანკა არის ნერვიულობა ეს რაღაცები ვერ დასვენება გინდა. აი ეს რაღაცებს ვერ ვნები ხოლმე ჩემ თავს. მანამდე ძალიან გავადრამატულებდი რა. ცხოვრების ბოლომდე მხოლოდ 4 ფილმის ყურება რომ შეგეძლოს რომლებს აირჩევდი. რა მაგარი კითხვა. უკანასკნელი სამურაი. რომელიც მაჯერებს რომ აი იმდენ ემოციას იწვევს ეგ ფილმი ადამიანში ერთგულება, მეგობრობა, ოჯახი, რაღაც ადაწესი, აი ვაფშე ყველაფერზე ხას გისვამს, აი ვერ გაიგებ რა, რაღაც ბუკეტია, მოკლედ იმ რაღაცეების, რაც ჩემ ცხოვრებაში სულ მინდა რა იყოს. მეორე ფილმი Eternal Sunshine of the Spotless Mind, იმიტომ რომ ეგეთი სიყვარულის მჯერა მე მარტო რომელსაც ვერაფრით და ვერაზოს ვერ წაშლი. The Nun გიждები. და Ace Ventura. აუ და ადამიანების ოჯახი. всё. შენი ცხოვრების ბედნიერი მომენტებიდან რომელს გამოარჩევდი? აი ძალიან გულახდელი რომ ვიყო. კაი, ერთს ვერ გამოვარჩევდი. ერთი იყო, როდესაც ჩავრჩით და ხალხო ეს ისტორია ბევრჯერ მაქვს მოყოლილი, მაგრამ იცით რა იყო? აი იმის განცდა რომ უცებ დრო ჩერდება. ყველა ადამიანს ქონია რა ეგ მომენტი. რომ ხვდები რომ დრო ჩერდება და სუცალ ფეხზე კიდია გარშემო რა ხდება? არც გახსოვს ვაფშე გარშემო სამყარო თუ არსებობს. ჩავრჩით, მე და ფლოკი ვართ და ისეთი უცებ აი თითქოს ღმერთმა მოინდომა ესე თუ რა მოხდა არ ვიცი, უცებ მზე ისე მოტრიალდა, ღრუბელი ისე ჩამოწვა და ისეთი ნისლი დადგა. მივხვდი რომ რაღაცა ნახატი და მიხატა ამ წუთას სამყარომ, რომ უბრალოდ დავტკბე ამ ყველაფრით და ეგ მომენტი მახსენდება ძალიან ხშირად, როცა ცუდად ვარ. რომ ნანკა ესეთი დღეები კიდე გექნება. ეს იყო შეიძლება 15 წუთი მზის ჩასვლის პროცესი იყო უბრალოდ რა. მაგრამ თითქოს უსასრულობას შევეხე მაგ მომენტში. აი დრო რო ჩერდება რა. აი ვერ გხსნი, მაგრამ დედას ფიცავარ იქ უნდა ყოფილიყავით, ეს იყო სასწაული განცდა, სასწაული ხედი. ჩარჩენად ღირდა. მართლა ღირდა ეგ მომენტი. კაი. და კიდე მომენტი. ვაი მე ყველაფერი ჩარჩენას ეხება. და ერთი, როდესაც ჩემ ყოფილთან ერთად ჩავრჩით ტალახში და ისე დამიგდები მაგ ისტორიას. ფეხსაცმელებზე აუძვრა ისინი, რა ქვია, ძირები და ბათინგზე იყო ძალიან ესეთი ბათინგი იყო რა. ბლატნოი აძვრა ესენი და შლოპანცებივით უკაკუნებდა და მე ვიყავი აი ტალახი მქონდა აი აქაც მართლა. იმიტომ რომ ვცდილობდით რომ რაღაცები შეგვექმნა, რომ მანქანა აგვეყვანა როგორმე რა, ანუ და ხე დაგვედო ის დაგვედო ეს და
და მოკლედ მე კერხერით სამრეცხაოში გაგვრეცხეს, იმიტომ რომ მანქანა რო გარეცხეს თქვენს რომ თქვენო სანამ აქ ხართო ეს მანქანა სუფთა ვერ იქნებაო და კერხერით გაგვრეცხეს ერთად. და მახსოვს რომ ნეკათითი იყო აი ეს ადგილი ქონდა მარტო თეთრი კანისფერი რა. და ეს იყო ძალიან მაგარი მომენტი, იმიტომ რომ კაიფობდით რა მაგ მომენტით. აი, სუცალ ფეხზე გვეკიდა ესე ტალახიანები რო ვიყავით, წავედით კოფეინი თუ რაღაცა იყო იქ, ვაკესაბურთალოზე ის წითელი რაღაცა რო იყო. მაგასთან ჭამეთ სენდვიჩები ტალახიანებმა, მერე მივედით, მოგვაკერხერეს და აი ფეხებზე გვეკიდა რა. და ეგეთი ურთიერთობები ასწორებს, სადაც არ ნერვიულობ, რომ აი მე ახლა გავტალახიანდი და მე ტუში ჩამომივიდა ამ ბიჭთან და აი გასწორებს. ეგ მომენტი მახსენდება, კაი. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ადამიანს შეეძლოს უარის თქმა და ტოქსიკურ ადამიანებთან საზღვრების დაწესება. აი ხა წარმოიდგინე, რომ კათეტერით შენს სხეულში ყოველ დღე შეყავდეთ შხამი ცოტა. საბოლოო ჯამში შედეგად იმას მოიღებ, რომ აუცილებლად ინტოქსიკაციისგან მოკვდები რა. ან შენი ორგანიზმი გახდება ამაზე დამოკიდებული კი არა და შეიჩვევა ამას და საბოლოო ჯამში მაინც არ იქნები ჯანმრთელი რა ამ რაღაცა ტოქსიკური ამბებისგან სისხლში. ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია ტოქსიკური ადამიანები და ტოქსიკური ურთიერთობები იწვევს უზარმაზარ დამოკიდებულებას. ჯანსაღი ურთიერთობა მაგხალა დამოკიდებულებას არ იწვევს, იმიტომ რომ ჯანსაღ ურთიერთობაში აუცილებლად არის თავისუფლების შეგრძნება. ამ ტოქსიკურ ურთიერთობას თან არ ახლავს თავისუფლების შეგრძნება. რატომღაც არც ერთ პოინტში. ამიტომ ძალიან დამოკიდებული ხდები, შენი გონებაც რატომღაც ბევრად უფრო დაბინდულია და აუცილებელი კი არის კი არა, აი რაღაცა ვალდებული ხარ შენ თავთან, რომ ყველაფერი რაც ტოქსიკურია და სამწუხაროდ რომ მიწევს ამის თქმა, მაგრამ თუ ოჯახის წევრიც, აი შეიძლება ძმა ან და იყოს ტოქსიკური, მაგასთანაც კი რაღაცა ბარიერი უნდა დააწესო, იმიტომ რომ განვითარებაში ძალიან მაგრა გიშლის ხელს. წარმოიდგინე, აი თვითონ ნაბიჯს რო დგამ ტოქსიკური ურთიერთობა და ადამიანიც აუცილებლად, იმიტომ რომ ეგრეა, აი უკან წამოქაჩავს რა, იმიტომ რომ ვერ იტანს, როდესაც კონტროლის ქვეშ არ არის ყველაფერი მისთვის. და რა წამს შენ ოდნავ ბედნიერი ხარ, ის შენ ემოციებს ვეღარ აკონტროლებს. და კიდე ძალიან ბევრი რამე არა, იქამდე გაკნინებს ტოქსიკური ადამიანი, სადამდეც არ ჩათვლის, რომ შენზე მაღლაა. ჯერ ხო ცდილობს, რომ თავის დონემდე დაგიყვანოს. მერე უკვე ჩალიჩობს, რომ ქვემოთ ჩაგიყვანოს. დაგაჯეროს, რომ შენ რომც წახვიდე, მის გარდა სხვას არავის არ ენდომები, იმიტომ რომ ბოჭკა ხარ რა, უბედურების და სიბანძის. არ რეალურად თვითონ არის ეგ. მოკლედ, აუ, ეხლა ერთი მაგალითით ხო გონიათ რომ ლაპარაკობ, არა, დედასვიცა ვარ, ერთი 10 кейსი მქონია მეგობრობაშიც და ყველაფერში, ყველანაირ ურთიერთობაში, ნათესავებთან ურთიერთობაში შეიძლება ყოფილიყო დაჟე და იმას ხსნი რომ ყველგან არის ერთნაირი დასასრული რა და ყველას აქვს ერთნაირი აღწერილობა. ყველას. მოშორდი გთხოვ რა. ეგრევე წინ წახვალ და გაიფურჩქნები. შენი აზრით, როცა ტკივილს ვამარცხებთ, ამის შემდეგ რა რჩება გასამარჯვებლად? ეს არის ძალიან კაი კითხვა. როცა ტკივილს ვამარცხებთ, ამის შემდეგ რჩება გასამარჯვებლად, რომ შემოუშვა და დაიჯერო ბედნიერება. მე ძალიან მაგრა გვეშინია იმის განცდის, რომ ბედნიერები ვართ, იმიტომ რომ გვეშინია, რომ ეგრევე გვეტკინება. მე მქონდა ეგ. ვერ ვამბობდი, რომ ბედნიერი ვარ ან კარგად ვარ, იმიტომ რომ ძალიან მეშინოდა, რომ რა წამს აი ეგ ფიქრი გამიელობს, რაღაცა დამანარცხებს ძირს. უნდა გაიმარჯვა მე საკუთარ ფიქრებზე, რომ ეს დროებითია, ეხა კარგად რო ვარ, ეს დროებითია, ეხა კარგად რო ვარ. ამაზე უნდა გაიმარჯვა. და просто აი გაბედო, სარკეში შენ თავს უთხრა. ბედნიერო? აი ესე რა, მართლა გეუბნებით, ამას ვაკეთებ ხოლმე. რო იცოდეთ, რა ხმები გამოდის ამ ბაზანიდან, მე რა ბაზანაში ვარ. ჩემთვის აი ესეთი რაღაცებს ვუკეთებ ხოლმე მართლა და ეგ არის ჩემთვის მედიტაციის პონტი რა, სულ ეუბნები რა. ძალიან მაგარი გოგო ხარ და ბედნიერი ხარ. აი რა გაკლია.
რით გამოარჩევ თეატრს ხელოვნების სხვა ფორმებისგან? რა არის ის, რასაც სხვაგან თუნდაც კინოში ვერ იპოვის ადამიანი? ეს და ის მომენტი. ეს მომენტი რა. თეატრში ყოველი წამი არის უნიკალური. ანუ შემდეგ სპექტაკლზე რომ მოხვიდე იმავე წამს უყურო, რაღაცა სხვა ემოცია წამოვა ოდნავ. იმიტომ რომ იქ არის ცოცხალი ორგანიზმი მუშაობს შენ წინ, რომელსაც თუ არ ჯერა იმის, რასაც აკეთებს, შენ ეგრევე მიხვდები რა, ვერ მოატყუებ. და კინოში შეიძლება მოტყუება. კინოში შეიძლება რომ 10 დუბლი არსებობდეს და მე სცენაზე როცა შენს წინაშე ვდგავარ, მე 10 დუბლი არ მაქვს, ეს მომენტი მაქვს, ზუსტად რომ დაგიჭირო. ამიტომ უნდა ვიყო აბსოლუტურად გულახდილი შენ წინაშე და თვალებში უნდა გიყურო ბოლომდე შიშველი. გიყურო, ეგრევე ვთქვი, გიყურებდე ოდნავ შიშველი. ხო და მაგითი განსხვავდება. ჩემი აზრით ყველა უნიკალური ნახატიც ეგრე იქნება. მე გადაკეთებული, უკვე გადაკეთებულია ჩემთვის რა, ნუ. ოფროუდი გიყვარს და სადადი ხარ ხოლმე? შენი პირველი ოფროუდ ემოციები როგორი იყო? მე ბავშვობიდან რაღაცებს მაიმუნობდი და ოფროუდობდი ვითომ. ამიტომ ბავშვობიდანვე ძალიან ბევრი ემოცია მაქვს. აი, სუმაგას ვაკეთებდი, ხალხო, ისეთი მანქანებით ვაკეთებდი და აი, უბრალოდ ისეთი მანქანები მყავს მოკლული. რომას არც ერთი ადეკვატური ადამიანი არ იზამდა. და მე გავიცანი ცოტა ხნის წინ. ანუ ესე წელიწადნახევრის წინ, მაგრამ მაგათთან ერთად დავიწყე სიერული Off-Road Club 24/7-ზე. არიან რომელებთან ერთადაც უკვე სხვანაირი გახდა ყველაფერი რა. მანამდე სულ მარტო დავდიოდი და ანუ რაღაცა მან მეგობარი გამომყვებოდა ან ვიღაცა რა რაღაც ბოლომდე მარტო არ ყოფილიყავი. ან სულ მარტო დავდიოდი და სხვა ემოცია იყო. და ეხლა ვარ ბოლომდე მოცული ამ ადამიანებით და მართლა ის დანაკლისი რომ რაღაცა ვერ უზიარებ სხვა ადამიანს რომ რა მაგრა გადავლახე ხედავ და უცებ მარტო ფლოკი რომ იყურებს რომელსაც ნუ აი ბურთს გადააგდებ. აი ესე გიყურებს. ეხლა აი უკვე მყავს რა გამზიარებლები და ძალიან დიდი შემონება ეგ. მიყვარს სიარული ადრე იცი რა იყო ერთი და იგივე ლოკაციებზეც ხშირად დავდიოდი ხოლმე სხვა მანქანებით რომ აბა ამით თუ გადავლახავ რა ანუ აი მოვლილი მქონდა ქობის მონასტერი ჭილის ტბა დაგაჯა და დიდგორის მხარესაც მე სოფელი მაქვს და ეხლა ეს ბოლო 2 წელია დავიწყე სიარული იცით როგორ არ დაჟე 3 სულ ახალ ლოკაციებზე მივიდე სადაც ნამყოფი არ ვარ და პოულობ ძალიან ბევრ რაღაცა ლოკაცია ძალიან ბევრი ადგილი ვიცი ხო თბილისთან ახლოს შეიძლება რომ გაერთო აი ძალიან ბევრი და ამასთან ერთად საერთოდ ნაკრძალებში დავდივარ. ეს რა არის? ნავია. შეგიძლია ისაუბრო შენ გზაზე კვებითი აშლილობამდე და კვებითი აშლილობის შემდეგ. რა იყო მაპროვოცირებელი მიზეზი? შეგიძლია ბოდი დისტროფიის შესახებაც ისაუბრო, რა სურჩე. დიდი მადლობა, რომ იცოდი, რომ მე დისტროფია უკვე მქონდა. რას ურჩევდი თინეიჯერებს, რომლებიც ახლა იმავეს გადიან, რაც ჩვენ გაიარა შენი აზრით კვებითი აშლილობისგან სრულად შეიძლება თავის დაღწევა. ჩემი აზრით ფსიქოლოგს თუ ჩარევთ, სრულად დააღწევთ. მე ფსიქოლოგთან დავიწყე სიარული და დავიკიდე და გავაგრძელე შიმშილი, მერე ჭამა, მერე შიმშილი, მერე ჭამა. ხო, ესე იგი, სულ პირველი ეტაპი ჩემი ცხოვრების ნახეთ, მე დამიყენეთ ნებისმიერი, აი, როგორი გიჟურად ვჭამელი, იცი? აი, ისეთი რო გონიათ რომ ყველას ჯიბეში ჩაისვამს. აუცილებლად კალთაში ჩავისვამ რა. ჯიბეში შეიძლება ვერა, მაგრამ კალთაში ჩავისვამ. ჭამა ჩემი ვიზუალისთვის ძალიან შეუსაბამო რაოდენობას. და ნაყროვანების შეგრძნება არ მაქვს. აი როგორც მშიერი ძაღლი რო არის, რომელიც აი მშიერი ძაღლი ესეთი რაღაც არსებობს რა, ახკმა, რომელსაც აი ჩიპსაც რო დაუგდებ, მაგასაც შეჭამს, პურს რო გადაუგდებ, მაგასაც შეჭამს, სალთის ფურცელსაც შეჭამს, იმიტომ რომ მშიერია რა, იშიმშილა. აი ეგეთი შიმშილი მაქვს. და ფსიქოლოგიური როგორი ისაა ახსნა იცი, სულ გონია რომ თითქოს ბოლო ჭამა. ყოველ შემთხვევაში ცხოველებში ეგრე არის. და მაგას ვაიგივებ საკუთარ თავთან რა.
მე საკუთარ თავს ძალიან ხშირად როგორც ჯილდოს ისე ვაძლევდი საკვებს. ეს არის საშინელება, რა ვქნა, რატო ვაჯილდოვებ საკუთარ თავს 40 ხინკლით და რაღაც თლიანი იმერული ხაჭაპურით, ეს ხო არ არის ნორმალური წადი და რავი, შილაკი გაუკეთე საკუთარ თავს. ან რაღაც, აი, რატო უნდა დავაჯილდოვო, სულ ყვებით საკუთარ თავს. მე ამის გამო ხო ეგრევე ისმიდის, რომ ფურავს გავარო, აი მე შებერილი ვარ, შეშუპება, მაგრამ მე რა არის? შეშუპებას იწვევს ხალხო, როდესაც ორგანიზმს საჩურო საერთოდ საკვებს არ იღებს, მე უკვე უდნობარილიანი, შაქრიანი, უდნობცომიანი, რა, ეგრევე იბერები და შუპდები. ეგრევე შუპდები ყველაფერზე. შეშუპება მაქვს მე ქრონიკული რა, ანუ რაღაცას ოდნავ გადავამეტებ, ეგრევე შუპდები. რაღაც ზესუმზი რო ვჭამო ერთი მუჭა, მეორე დღეს ვარ, აი თევზები რო იბერებიან ხუჭო. აი გორ. ხო და დაიწყო რითი? ბუთხუზა ვიყავი, საკაიფოდ. ამაზე 10 კილოთი მეტი ვიყავი, რაც ახლა ვარ, მაგრამ მეტყობოდა იმიტომ, რომ სახე მქონდა ძალიან დიდი და ანუ ვიღაცებისთვის ვიყავი უბრალოდ შევსებული, კაი ხალი. მაგრამ მე ძალიან არ მომწონებდი რომ ეს ღაბაბიც მქონდა და კარჩუ უბედურ ადგილებში იქ კი არ წავიდა და სადაც საჭიროა. იქ არ მიდიოდა, იქ მიდიოდა სადაც მართლა არ არის ხალხო საჭირო. ხო და დავიწყე სანდრო გოგოხიას სკובה. მართლა მასწავლა რა არის კალორიული დეფიციტი. ამ დროს ხალხმა არ იცოდა რა არის კალორიული დეფიციტი, მე როდესაც გავიგე. საქართველოსამდე მოსული ეს არ იყო, ბრიტანეთში იყო უკვე. ხალხს ეგონა რომ გრეჩი ხარო, ჭამო ეხლა და 40 სასის კი არ გავსუქდები. ანუ რაც დიეტურია მათი აზრით, ჭამდნენ ეს ადამიანები ენ რაოდენობით და სუქნებად რჩებდნენ. რა თქმა უნდა, ეხლა შოვიდა მათლაფა გრეჩი ხას რა შეჭამდა. რაღაცა 14 იმას რა ქვია, ზეიტიძეს, ანუ რა გგონია რომ არ გასუქდები. თავარია კალორიული დეფიციტი რა. და ეს მასწავლა სანდრომ. და ნელ-ნელა ვაკეთებდი რა, აი მაგალითად ნუტელაზე ვიყავი დამოკიდებული და შოკოლადზე, ჩემთვის ეგ არის ყველაზე დიდი პრობლემა. რაც სხვა შორის მეორე თვეა შოკოლადზე, შაქარს არ ვიღებ და ტკბილს, მაგრამ ამ ქალბატონო, აი რა ნაყინი მომიტანა დღეს შაქრიანი, მაგრამ ეგ არაფერი ერთხელ ვცხოვრობთ, მეთოდიც არ ჭერის ხალხო. ერთხელ ცხოვრობ, მაგრამ ნუ იცხოვრებ რა, არაჯანსაღად. ხვდებით რომ მებრძოლები მაქვს საკუთარ თავთან, კი, ალბათ ხვდებით. ხო და მოკლედ ნუტელასაც ცოტა ვლოკავდი ხოლმე. ყველაფერს ვაკეთებდი ცოტ-ცოტას რა, მაგრამ ისე თავს არ ვატანჯავდი და არაფერი. გავხდი, ჯანსაღად გავხდი, მაგ პერიოდში თან ხორცს დავანებე თავი და იმიტომ დავანებე რომ მე მიყვარს ფრინველი ცაში და ზუძუ მწოვარი, ზუძუს რო წოვს, გამიგე? მე არ მეყვარ ჩემთებზე მაგი და ეგეც დამეხმარა, იმიტომ რომ fast food-ი ხა კაინჯამელი ხალი ვიყავი, ხორცის საყიდელად მე მიშვებდა ხალხი და იმიტომ რომ ვიცოდი არჩევა და ყველაფერი რა. ხო და fast food-ი და ეგეთი საჭმელი ხინკლები, მიმკლები ხორცის გარშე არ ვარ. ამიტომ მაგასაც ჩამოვშორდი ნუ. მე ვიქორწინე. ქორწილს მოყვება პლუს 10 კილო აუცილებლად. კაცების შემთხვევაში ვამბობენ, მაგრამ როცა ჩემნაირი ხალი ხარ, ხალის შემთხვევაშიც. ხო და მე გლანდების ოპერაცია გავიკეთე, გავხდი ძალიან, იმიტომ რომ ვერაფერს ვერ ვჭამდი და შევედი ხიბლში. და კუდუსუნი მქონდა გამოწეული, როგორც ჩიხუახუას. მართლა გეუბნებით, კუდუსუნი მქონდა გამოწეული. და დავდიოდი მე ვარჯიშზე, კარდიოზე თან, იმიტომ რომ ჩემ მეგობარს მეხმარებოდი რომ დაიკლოს. და ამ კარდიოებით ვაფშე, მართლა გეუბნებით. ჰორმონები როგორ ამერია, იცი? ესე კიოდნენ. მართლა ვაფშე არაფერი ქალური რაც არის, არ მქონდა და აქ ამომდიოდა ცოტა წვერი. მართლა მაგ დღეში ვიყავი. ხო და ისა რა ქვია, შევედი ხიბლში, იმიტომ რომ აი ცოტა რა ავატყობს გავხარ, ეგ რაღაც მომენტში მოგწონს რა. აი მართლა მოგწონს და ეგ არის უბედურება, როდესაც ჯანმრთელობას პატივს არ ცემ, რა მთავარია იყო ჯანმრთელი და მამე თუ გინდა იყავი რა 120 კილო რა. ბედნიერი იქნები ბევრად, ვიდრე მე მაშინ. თვალის გუგები მქონდა გადიდებული. აი მართლა სულ გადიდებული თვალის გუგებიც დავდიოდი. მაგრამ კონცენტრირება შემეძლო მაგარი რა, ერთ რაღაცაზე შემეძლო მარტო ფიქრი, იმიტომ რომ სხვა რაღაცაზე თუ ფიქრობდი ძალიან ბევრი იყო უკვე და ამიტომ ერთზე ვფიქრობდი რა მარტო და მაგ პერიოდში ვთვლი რომ მაგარი კონცენტრაციის უნარი მქონდა და ვიყავი პროდუქტიული. ხო და მე მეხუთი რომ კარდიოს უნდა შევეშვა.
თან მიდოდე ტრაკის გაზდა გაიგე და კუდის ვზრდი ანუ რას ვამუშავებდი კაცს მარიც ის და რაღაცა ვითომ ტრაკის ვერჩებს ვაკეთებდი და ვტყდებოდი წელში ხალხო ეს იყო უბედური სანახაობა მე მივხვდი რომ ჰორმონებზე დამენძრა ყველაფერზე დამერხა რაღაცა ფრჩხილი მძურებოდა და წარბი აღარ მქონდა და კბილი მეკერცლებოდა და მარტო წუთში ვიყავი იმიტომ რომ კვერცხს ვჭამდი მარტო და დორიტოსი მაინც არ მასპონსორებს ხო იმიტომ რომ დორიტოსი რო არა კალორიებს მაგდანს ვერ მივიღებდი და მოვკვდებოდი კიდე კაი დორიტოს მაინც ვჭამდი იმიტომ რომ ძაფრი გემოქონდა და მე დავიწყე ვარჯიში რასაც ქვია წონით რა წამს დავიწყე წონით ვარჯიში მადა მომემატა და აღარ გაჩერდა ეგ უკვე რა იყო მადა მომემატა და დავიწყე შეშუპება როგორ იცით რომ ვერ ვეტეოდი ვერაფერში თვალებიდან ვერ ვიხედებოდი იმიტომ რომ საკვებს არ იყო ორგანიზმი მიჩვეული რა ჰორმონალური სიზუსტეები წამომეწია 4-3 თვეში და მე უკვე ვეღარ ვჩერდებოდი იმდენს ვჭამდი მე ვიწყებდი კაცრ დიეტას დღეში 12 კვერცხი და 1 დორიტოსი ისევ ხდებოდი მე მოკლედ აქ ეხა ვარ კარგად და ბედნიერად მივხვდეთ რომ ეს 2 დღე აშლილობა მაქვს ისევ ამ აშლილობას ცოტა მივყვები მე ისევ ერთადერთი თემა რაზეც არ უნდა მელაპარაკო ვერ ვარ რეგულირებ მართლა ვერ ვარ რეგულირებ ეხა ცოტა ხე შეიძლება ისევ 46 კილო გავიჭიდო და მე 74 ანუ მართლა მაგრამ ეხა უკვე ის ვარ რა ჯანზე ვარ და რაღაცა მაქვს არ გეტკინება ხელი მოკლედ რომ დამადებ ეხლა უკვე იგრძნობ რომ რა ძლიერი ქალის გვერდზე ვდგავ რა რა რბილი ქალის გვერდზე ვდგავ ეგ რაღაცა პრელასტები გვაქვს უკვე ვინ არის შენთვის ყველაზე ტოპ სტუმარი მარტოობის 15 წუთიდან და რატომ აუ ერთი არ მყავს რა ჰიტა ნიკოლოზ წულუკიძე დამახმარეთ დედა ჩემი ბევრია რა აი როგორ აგიხსნათ ეხა გამოვა რა ვიღაცა არ ვთქვი და ყველა ტოპია რა ვინც ჩემთან იყო ვინ არ იყო ტოპი ეგ შემიძლია გითხრათ მაგრამ არ გეტყვით კაი იმიტომ რომ ყველამ დამიქნია თავი ცუდად ყოფნის რომელი ფაზა აგენერირებს სასიამოვნო შეგრძნებებს აი იცი რომელი ფაზა სადაც ხვდები რომ ყურადღების ცენტრში ხარ ამითი იწვევ რა ყურადღებას მერე ცუდად რო ხარ კიდე რაღაც მომენტში ტკბობაში შედიხარ უკვე აი ამ თვითგვემის დროს და უცებ ადრამატიზირებ ყველა მომენტს და ხდები კინო პერსონაჟი ანუ გონია რომ კამერები არის შენკენ მოშვერილი და კინოში ხარ რა მოახდინა გავლენა და რა იყო ფსიქოლოგიური პრობლემების მაპროვოცირებელი კაი ამას ახლა ძალიან ისე ვერ მოვყვები მოკლედ ჩვენ ცხოვრებაში ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრებაში ბევრი ეტაპი იყო რა ძალიან კონტრასტული პირველ რიგში ალბათ ის იყო რომ ძალიან მალე გარდაგვეცვალა ბევრი ოჯახის წევრი ვისთან ერთადაც ვცხოვრობდით ამას ახლა მე ძალიან მართლა საშინელი პერიოდი იყო და რაღაცა მიყვა რა და დაცარიელდა ეს უზარმაზარი სამსართულიანი სახლი სადაც რომელშიც ყველა საძინებელი იყო დაკავებული წარმოიდგინეთ დილით იყო ჟრიამული საღამოს იყო ჟრიამული და როიელზე დაკვრა და ამბები ერთი კაი სუფრა ვიყავით ოჯახი მოკლედ რა უცებ დავჭით მარტოები და ეს რაღაცაები იცით როგორ იყო იმ პერიოდში ზოგადად მე ეგეთი თვისება მაქვს რომ როდესაც რაღაცა ცუდი ხდება ან როდესაც არის ჩემი კონცენტრაცია საჭირო იმისთვის რომ ვიღაცას ვჭირდები მით უმეტეს ოჯახის წევრს და მეგობარს მაგ მომენტში ვარ მოწოდების სიმაღლეზე რა ანუ არ გავტყდები ხარტი ვარ რეაქცია მაქვს სწორი სუფთად ვაკეთებ ყველაფერს და მე როდესაც უკვე აი ეს უნდა გააკეთო აი მანდ მერხევა მან ხვდები უი ეს რა გადამხდა და იმ პერიოდში იმდენად მალმალე მოხდა და ალბათ ეს წელიწად ნახევრის და 1 წლის შუალედებით ხდებოდა
წარმოგიდგენიათ რაზე ელაპარაკე, ეს იყო ძალიან რთული პერიოდი. ვერ მოვასწარი გადახარშვა. და ბოლო მომენტი იყო ბებია ჩემი, რომლის მეშვეობითაც არის ის, რომ ეხლა მე საერთოდ ენას ვატრიალებ, ანუ იმ გაგებით, რომ ჟურნალისტი იყო ძალიან მაგარი, თავის პროფესიაში ნომერ პირველი ჩემი აზრით, ბევრის აზრით, ვინც ერკვევა ამ სფეროში. ჰუმანიტარულ საგნებს მომეცადინე ის რაღაცა. ჩვენ მქონდა ცოტა არეული ურთიერთობა, იმიტომ რომ ის ძალიან მომთხოვნი იყო ჩემი მიმართ და მე ცოტა რებელა ბავშვი ვიყავი და უცებ აი ეს რაღაც სიბსივნე დაემართა და აი ბევრი რაღაცა მოკლედ ვერ მოვასწარით. და მანდ მივხვდი, აი ბებიაჩემ როგორ გარდაიცვალა, მანდ მივხვდი, რომ უკვე всё, რაღაცა ეტაპი ბებია სანამ მყავდა მაინც რა. რაღაცა ეტაპი ჩემთვის დაუსრულებელი ჯერ კიდევ არ იყო. და აი ნანაც უკვე რომ გარდაიცვალა, მანდ უკვე მოიკვეთა ჩემი ცხოვრების რაღაცა ნაწილი რა, სადაც დავრჩით უკვე სახლში ჩვენ რა, მე დედა და მამა და მაგან მოკლედ აი მან ეგ იყო ჩემი პირველი დარტყმა. ბუდობრივით მისცენა მქონდა სხვათა შორის, ზოგადად მაქვს ეგ ოღონდ ეს დედა ჩემის მხრიდან ბებიისგან გენეტიკურად ძალიან ნერვიულობაზე მელოწოდები მეგობრებო. საშინელება ეს ალაგ-ალაგ და სუსუ ბოლოს დამემართა 2 წლის წინ წარბზე. ნახევარწარბა ვიყავი, ის იყო კატასტროფა. ხო და რას ვამბობდი? მანდ იყო პირველი დარტყმა ესეთი სერიოზული, რის მერეც, ნუ ხო დედამ ფსიქოლოგთან მატარა, მამამაც მომხედა რაღაცა. დავლაგდით. მერე უკვე იყო ჩაბარებიდან მანდ ვაფშე ყველაფერი წამამეწია მე მგონი. მანდ უკვე ხა დიდი გოგო ვიყავი და უკვე ჩემი რაღაც რომანტიკები და რაღაცეებიც წამოეწია ამ ყველაფერს რა. უფრო დაამძიმა ადამიანებთან ურთიერთობები, მივხვდი რომ ვერავის კიდე დავაბაღე. მივხვდი რომ ვერავის ვერ უგებ რა. ხო. მაინც მგონია რომ ეს ყველაფერი იქიდან მოდის რომ არ ვლაპარაკობდი ემოციებზე, იმიტომ რომ თვლიდი რომ დედა ჩემისთვის და მამას ჩემისთვის მე ძლიერი და მყარი გოგო უნდა ვიყო რა. რომ ნაკლები ენერგიულად ჩემზე და რეალურად ბევრად ჯობდა რომ ამ ყველაფერზე მე ლაპარაკა და ნაკლები ტრამვითაც დავრჩებოდი. ეხლა ვერ გამაჩუმებ. ჩემ მშობლებთან იმას ვლაპარაკობ და ისეთ რაღაცებს რომ მამა ჩემი აი ლა ხან ეგრესის ხოლმე, იმიტომ რომ აღარ შეუძლია, ანუ მე ვარ მამაშანი. ესე მე უნდა ვიყო რაღაცები არის, რაც არ უნდა უთხრა. აი პროსტა იმ დღეს ისეთმა ბიჭმა აიროდი. ეგ დაკალებით რომ უჩდები ხოლმე. კაი. 5 ალბომი, რომელსაც ყველაზე დიდი გავლენა აქვს შენზე და მაინც უბრუნდები, როგორც არ უნდა შეგეცვალოს გემოვნება. You don't know me ქვია წესით ეს არის აპარატის ალბომი. ალბომებში ასე დიდად ვერ ვერკვევი, სიმართლე რომ გითხრათ. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ აპარატი არის საშა რინგი, ვინც არის რა, მოდერატის სოლისტი. მაგის აბსოლუტურად ყველა მუსიკას ყოველთვის ვუბრუნდები. The Past არის ჩემი ყველაზე საყვარელი მაგისი ტერეკი. კიდე ვუბრუნდები ყოველთვის Blink-ს. კიდე ყოველთვის ვუბრუნდები The Cure-ს. კიდე ვუბრუნდები Smashing Pumpkins. და ხანდახან ვუბრუნდები Kesha-ს. We are who we are. აი ეს რომ ყავს. We're dancing around. აი რაღაც აი ეგეთ მუსიკასაც ვუბრუნდები ხოლმე, იმიტომ რომ მახსენდება ბავშვების ის პერიოდი, რომელიც ძალიან მიყვარს უდარდელი. ახლა როგორ ხარ? აი ხავარ, იცით როგორც გამითენდება, რომ მართლა ეგეთი პერიოდი მაქვს ცხოვრების. ვიცი, ეგეც გაივლის. ეხლა უბრალოდ ზაფხული მოდის და ძალიან ბევრი გეგმა მქონდა საზაფხულო, ძალიან ბევრი რაღაცის განხორციელება მინდოდა და ერთი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელსაც მინდოდა და ვახერხებთ, რომ განვახორციელოთ. და თქვენთვის არის ესეც, რომ იცოდეთ. დანარჩენი უფრო დასვენება მინდოდა ფლოკისთან ერთად, აი უფრო წარმომედგინა, რომ აი პარალელურად მოვახერხებ, რომ დავისვენო და ფლოკის ვეხუტო და ფილმებს უყურო და ბუნებაში უბრალოდ ჩუმად ვიყო ხანდახან მაინც და
აღმოჩნდა რომ ივლისი საერთოდ არ მაქვს თავისუფალი და არა და მეგონა დამრჩა მარტო აგვისტო შესაბამისად ვერაფერს ვერ ვქირავებ ქალაქგარეთ ერთი თვით ანუ უფრო ნაკლები შანსი მაქვს რომ ერთ თვეზე ვინმე დამთანხმდეს და ბარ აჭარილი მაგის გამო მაგრამ დანარჩენში მეგობრებო ბევრი ის მაქვს რა უკმაყოფილებები მაქვს საკუთარ თავთან სიმართლე გითხრათ ამ პერიოდში ძალიან რატო არ ვიცი დავადგენ იმედია მაგრამ ცოტა ბრაზიანად ვარ საკუთარ თავთან რაღაც სიახლე მჭირდება აღონ სულიერად რა როგორ ფიქრობ მარტოყოფნა ცხოვრების ყველა ეტაპზე საჭიროა თუ არის მომენტები როცა მარტოყოფნა უფრო გვაზიანებს აი პირდაპირ შემიძლია გითხრათ რომ აი 22 წლის ასაკში არა 20 წლის ასაკში მე რა ფსიქოლოგიურ პრობლემებსაც გავდიოდი მან უმეტესწილად მარტო რომ არ ყოფილიყავი უფრო მალე გამოვიდოდი აი მან არ იყო საჭირო მე რომ მარტო ყოფილიყავი რა მან აუცილებელი იყო და ხო ჩემი ლიკუნა ჩემი მეგობარი მაგალითად ამას ახერხებდა ჩემი დეიდაშვილიც ამაში ცდილობდა რომ დამხმარებოდა და მყავდა რა ეხლა ნოდოც რაღაც მაგრამ კიდე სხვა რაღაცა იყო ჩემ ცხოვრებაში საჭირო მარტო არ უნდა ყოფილიყავი და ვიყავი ბევრმა მეგობარმა სხვა შორის მაგ პერიოდში შემაქცია ზურგი იმიტომ რომ მარტო მხიარული და მარტო ისეთი გოგონანკა უნდათ და თან ფინანსურად მაგ პერიოდში ოჯახი არ ვიყავით ჩვენ კარგად და ეგეც დაეთყოთ ჩემ მეგობრებს და აღარ მოუნდათ რა ეხა ის ვიყავი რა ტვირთი და ვის მეგონა რომ აი პირიქით აი მართლა დამიღეჭავდა საჭმელს და ისე მომაწოდებდა მიმატოვა ამიტომ ბევრად უფრო რთულად გადავიტანე მოკლედ და ხო ხანდახან არის ცხოვრებაში ესეთი მომენტი როდესაც მარტო არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყო და შენ თუ იცი რომ შენი საუკეთესო მეგობარი ცუდად არის და გეზარება მაგისია ეს აუტანელი პასუხები ეს სიუხეში და короче ვალდებული ხარ როგორც შეედგე რა ფეხზე დააყენე და მე წადი თუ გინდა რომ შეგეძლოს ცხოვრებაში ერთი გადაწყვეტილების შეცვლა რას შეცვლედი პირველი რაც მომაგონდა არის ის რომ აი რატომაც ეგრა რომ არ ვისწავლე ისე როგორც საჭირო იყო მაგრამ ახლა ვაგრძელებ და მეორე იყო ხელოვნურად დრამის შექმნა რა მქონდა ცხოვრებაში ეგეთი ეტაპი სადაც ხელოვნურად შევქმენი დრამა იმიტომ რომ დამაკლდა ზედმეტად ბედნიერი ვიყავი და მე ხო დრამისკენ მიდრეკილი ვიყავი ყოველთვის ეს ახლა არის რომ ცოტა ზემოვედი და მივხვდი რომ არ არის დრამა საჭირო ძალიან მიყვარდა რაღაცების დრამატიზირება და რაღაცა ბედნიერების ძალიან მაგარი ურთიერთობა მოკლედ დავკარგე მაგის გამო რა მე გავუშვი ხელიდან რასაც ქვია მაგას შევცვლიდი მაგ გადაწყვეტილებას რა არის შენ ცხოვრებაში ისეთი რამაც ყველაზე მეტად დაგხია უკან და უკეთესი მომავლისთვის რას ისურვებდი ყველაზე მეტად რამაც დამხია უკან რა თქმა უნდა ეს არის ვინც და ეს არის მე და ეს არის ის რომ რაღაცა ეტაპზე ჩემი ცხოვრების ვიყავი ძალიან გაზარმაცებული რა ისევ იმას ვუბრუნდები რომ არ ვისწავლე სათანადოდ ანუ მირჩივნე რომ ჩემ კურსელებთან ერთად თქვა მე ბომჟავა რასაც ყველა აკეთებს და ეს ნორმალურია მით უმეტეს თეატრალურში მაგრამ და მით უმეტეს მე სამხატვრო აკადემიაში სადაც მანდაც ვისწავლე მაგრამ ხო ნუ ჩემი სიზარმაცე იყო რა მე მივეცი ჩემ თავს იმის უფლება რომ დეპრესიაში ყოფილიყავი ძალიან მართლა ძალიან ცუდად ვიყავი ხალხო აი მაგაზე მეტი რა შეიძლება თქვა ვიდრე ეხა ვიტყვი და იქ სხვასთან ინტერვიუშიც მაგ ნათქვამი რა მქონდა ცხოვრებაში რაღაც მომენტები როდესაც ღმერთს ვევედრებოდი რომ მოვკვდე ეს არის საშინელება მაგრამ ეგრე იყო იმიტომ რომ რაღაც მეგონა რომ სული ხრწნება ჩემი რა და ამის უფლება მივეცი საკუთარ თავს რომ აი ტკბობაში შევიდე და ბოლომდე მივცე საშუალება იმისა რომ ამოღარღნას საკუთარი თავი მაგრამ თან
რომ ვუფიქრდები მე ახლა ეს არ ვიქნებოდი ეგ ეტაპები რო არ გამეულო ცხოვრების, სადაც დედასვით ვიყავი ბოლომდე მარტო საკუთარ თავთან. და ეს არ იყო 1 და 2 თვე, ეს იყო 1 და 2 წელი. და ისევ ფლუკი გამომიყვანა ამ მდგომარეობიდან, იმიტომ რომ კორჩო ვისეირნოთო რა და ვერის ბაღში დავიწყეთ სეირნობა საღამოს 9 საათზე, იმიტომ რომ დისციპლინა მაგ დროს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემი ფსიქიკისთვის და მაგას მივხვდი. ყოველ დღე ერთი და იგივე დროს ვსეირნობდი დისციპლინისთვის, გავიცანი იქ მეძაღლეები, ამ ძაღლების პატრონები და ჩემი პირველი კომუნიკაცია ადამიანებთან იყო იქ, ანუ თავიდან ვისწავლე არ ვიტყუები, გზაზე გადასვლა, ხალხთან კომუნიკაციაში შესვლა, გაცნობა. და ხვდებოდი რომ ყველაფრის მეშინე იმდენად ქუჩაში არ ვიცოდი როგორ მე არა, ანუ ხო არიან ადამიანები რომლებიც იძახიან რა, რომ აი 1 წელი სახში ვიჯექი და რეალურად არ იყო ეგრე, უბრალოდ უმეტეს დროს ატარებდნენ სახში. მე რეალურად სახლში ვიყავი. არ გავსულ. და მართლა ქუჩაზე გადასვლის მეშინოდა, იმიტომ რომ ვერ ხვდებოდი, მეგონა რა უცებად გამიტანენ, როგორ გადადის ხალხი, რაღაც აი ესე ვიყავი, ხალხისგან რო იმეორებ რა რაღაცებს. უკეთესი მომავლისთვის ვისურვებდი, რომ საკუთარ თავს მიუცე იმის საშუალება რომ დაისვენოს. და ვისურვებდი იმას, რომ ჩემი მიზანდასახულობა იქცეს ჩემ ძალად და საწვავად და ხანდახან იმდენად მიზანდასახული ვარ, რომ ეს მღლის. და დამღლელი ესეთი არ უნდა იყოს რა. როგორი უნდა იყოს შენი იდეალური პარტნიორი, რა საფასებ ურთიერთობაში? დეტალები არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ურთიერთობაში. როდესაც ერთიანობაში აი რაღაცა ჯამურად ადამიანი კაი გაკვირდება, ეგ არ მომწონს მე. მე მიყვარს, როდესაც ადამიანი ყველა დეტალს აკვირდება ურთიერთობაში, გაფაციცებით და მანიაკია თქო, მაგას კი არ გულისხმობ. აი რა ქსიამონებს, რა არ ქსიამონებს, რა გიყვარს, რა არ გიყვარს და პატარა დეტალებით შეუულია ადამიანს, რომ შენი ცხოვრება მრავალფეროვანი გახადოს. მე ვერ ვიტან, რამდენადაც სტაბილური ადამიანი ვარ, ზუსტად ორჯერ ამდენად ვარ არასტაბილური. ვიღაცებს ეს აშინებთ რა ჩემთან ურთიერთობაში, იმიტომ რომ შენ არ იცი მე ხვალ რა შეიძლება ვქნა. მაგრამ შენ თუ მე მაგრძნობინებ, რომ ყველგან ჩემთან ერთად ხარ ყველა ჩემ გადაწყვეტილებაში. შენი ცხოვრებაც აუცილებლად თავგადასავლად გადაიქცევა, იმიტომ რომ ხვალ შეიძლება ქუთაისში გავიღვიძოთ თქვა ვამბობ და ზეგ მომინდეს რომ მოდი ავლაბარში გავისეირნოთ, იმიტომ რომ მაინტერესებს აი საბიგალო კაი. ხვდები რას ვამბობ, აი ბოდვითი იდეები მომდის, რასაც არიან ადამიანები, რომლებიც გეუბნებიან, რომ კაი რა, თუ რაღაც ან აი მოდი დავიგეგმოთ და მე აი რაღაც აი მომენტი ცხოვრება ვის უნდა კონდეს რა, შენო. ეგ მაგას ვაფასებ ძალიან ადამიანებისგან. მე ყურადღებას ვაფასებ ძალიან. ძალიან მაგრამ მიყვარს აქთვისება ადამიანებში. და არ ვიცი, უბრალოდ უნდა იყოს ადამიანი რა. და სასურველია, რომ ისე უყვარდეს ცხოველები, როგორც მე მიყვარს. და ჩემი მეგობრები უნდა უყვარდეს ძალიან მნიშვნელოვანია ეგეც. და ბუნება, მერთო ჩემ ბუნება თუ არ გიყვარს და ტყლაპოს რო ხედავ გარბი ხარ, ჩემთან ნამდვილად არ გაქვს საერთო არანაირი. ოდესმე მიგიღია უცნობი ადამიანისგან საჩუქარი და როგორი რეაქცია გქონია. ძალიან ხშირად ვიღებ. ამას არ ვამბობ რაღაცნაირად კედმაგურად, უბრალოდ ხშირად ვიღებ ძალიან. უმეტესად ვხვდება მანქანებზე ეს საჩუქრები. და ყოველთვის ძალიან მაგრამ მიხარია. აი ყოველთვის ძალიან მაგრამ მიხარია. მაგალითად ერთი შემთხვევა იყო, ეხა სულ ბოლოს რა, ანუ ბევრი შემთხვევებია, რომლებიც თქვათ ერთმანეთს გავს და ყვავილები არის ძალიან ხშირად. ამას ესე რაც მართლა მთელი გულით მიხარია, იმიტომ რომ ყვავილები მიყვარს, მაგრამ გაითვალისწინეთ რომ მკვდარი არა და ქოთნის მირჩევნია. იმიტომ რომ სიცოცხლის უნარიანობა გააჩნიათ მათ.
ის იყო რა ქვია, 7 Up-ზე ვილაპარაკე რაღაცა პოდკასტში. და 7 Up-ები დამხვდა მანქანაზე, მე მგონი აღარ არის გაყიდვაში თქო რა. ეხლა რამოდენიმე 2 თვის წინ ალბათ 3. დამხვდა 7 Up-ები, მე კიდე დამხვდა 7 Up-ები. მე დამხვდა შოკოლადები. და ნუ მივხვდი რომ ეს ერთი ადამიანისგან არის, იმიტომ რომ წერილებიც მოყვებოდა ზუსტად ერთი ხასიათის. ეგ ძალიან მესიამოვნო. იდეა. ხო, ნუ მოკლედ იმას გულისხმობ რომ რეაქციები ყოველთვის მაქვს დადებითი. ანუ საერთოდ არ ვარ ისეთი ადამიანი, რომელსაც თქვათ არ სიამოვნებს მსგავსი ყურადღება. გიჟდები მსგავს ყურადღებაზე და მეც ძალიან მიყვარს ადამიანებისთვის ჩუქრების გაკეთება, შესაბამისად. მადლიერი ვარ ყოველთვის. და დღეს მიხალისებს. ერთხელ მე ვარ ცხვირის წვეთებზე დამოკიდებული და ერთხელ დამხვდა ჩემი მანქანის ყველა იმაში კარის იმაში ცხვირის წვეთები. ჩემი სიგარეტი და მორთული მთლიანად მანქანა ყვავილებით. ეგ ძალიან ლამაზი იყო. თუ დავფიქრდები, ყველაფერი ილუზიაა და ჩვენი თქვნით ჩვენს ილუზიებს. შენ რას ფიქრობ ილუზიაზე? ხო, ცხოვრება რაღაცა მომენტში, ანუ ილუზიებს ქმნი და რა გაგებით ვამბობ, ეხლა ნახე. მე ვიჯერებ უმეტესწილად რაღაცებს, ხო? აი მაგალითად მე ვიქნები ყველაზე წარმატებული მსახიობი და იმ ჩემ წარმოსახვასში მე ვარ იქ წარმატებული მსახიობი. და შენ რო იქნი ილუზიას ნეგატივზე, თვლი რომ ეს არ არის სწორი. ილუზია შეგიძლია დაარქვა აქციო მანიფესტაციას და წარმატებისკენ მიმართულს. და ილუზიაც, წარმოსახვაც და ფიქრებით ვფიქრობ, რომ უნდა მივიმართოთ მარტო პოზიტივისკენ. ამას ძალიან დიდი მუშაობა ჭირდება, მაგრამ დედოსპიცა ვარ, ჩემზე მეოცნებე ადამიანი და ილუზიონისტი ძალიან ცოტა შემხედრია რა. პირველი არის ალბათ მამაჩემი. და აბსოლუტურად ყველაფერი რეალობად აქცია. როგორია ნანკას ბნელი მხარე? შავია პირველ რიგში. ნანკას ბნელი მხარე არის ძალიან მძიმე და ძალიან რთული. მაქვს მძიმე ხასიათი ძალიან, არავის არ ეგონოს რა აქვს. ტკბილჩით ელაპარაკებიან, ტკბილჩიტი დავანახა ერთი. მართლა ძალიან მძიმე ხასიათი მაქვს. რაც უფრო ახლოს მოდიხარ ჩემთან და რაც უფრო ახლოს შემოდივარ ურთიერთობაში, მაგ შინ ჩანს რა. შეიძლება 1 წელიც და 2 წელიც მე ურთიერთო კვირაში 3 დღე ვთქვათ, მაგრამ არ დაგანახო ეგ ხარ. და თუ დაგანახე, ესე იგი ძალიან ახლობელი ხარ უკვე ჩემთვის. უხეში ენა მაქვს. და თუ ხედავ რომ საკუთარ თავს რამეს უშავებ, ანუ რაღაცას არ აკეთებ სწორად შენი თავისთვის, ზედმეტად შეკიკინება ვიცი რა, იმდენად რომ უკვე ყელში ყავარ. აი შენ, როცა შეგიძლია რომ იყო იქ აქ რატო ხარ? ანუ აი ამას ტვინს წაგიღებ, მოკლედ ამით და აი ეგ მაქვს აუცილებლად დასახვეწი რა, იმიტომ რომ ადამიანებს ვეჩხუბები და ჯვარს ვაცვამ იმის გამო რომ რა პონჩი არ ხარ მოწოდების სიმაღლეზე რა, იმიტომ რომ მე ვიცი რომ ეს შეგიძლია. კიდე რა მაქვს ცუდი? ფეთქებადი ვარ ხალხა ძალიან. და მავიწყდება სქესი. ანუ ხანდახან ხო შეიძლება რომ აი ხალურად აი ეს გავაკეთო. აი ეს მემართება და შემიძლია მეგობრის გამო და ვაფშე ყველაფრის გამო კაცო. აი გადავიდე სერიოზულ ჩხუბზე რა. უსამართლობას ვერ ვიტან მოკლედ. და ჩემთვის ხანდახან უსამართლობა რაც არის, ვიღაცისთვის არ არის. ეს ხშირად იწვევს კონფლიქტებს. შენი პოდკასტის პირველი და მთავარი კითხვა ვინ ხარ მაშინ, როდესაც საკუთარ თავთან მარტო რჩები? დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. ამით უნდა დაგვეწყო. ვინ ვარ და ყველაზე ორი მხარე მაქვს მანდაც რა, ყველაზე მეოცნებე ადამიანი ვარ, რომელიც აუცილებლად ფიქრობს მომავალზე, ყოველთვის მომავალზე ვფიქრობ, როდესაც საკუთარ თავთან მარტო ვარ, ან იმ მომენტზე, სადაც ვარ. თუ იმ მომენტში მე ვარ ბუნებაში, მარტო იმ მომენტზე ვფიქრობ. და თუ ვარ ოთახში და ვარ მარტო, ვფიქრობ ბუნებაზე. მოკლედ, მართლა აი ჩემზე დამოკიდებული ადამიანები მაგ ამბებზე, არ ვიცი, თუ არსებობენ და
მე მგონი off-road 24/7-ზე გავაძრე ეგეთი ადამიანების კატეგორია, რომლებიც არიან მაგაზე დამოკიდებულები და ეს არის ძალიან მაგარი განცდა, როდესაც მარტო არ ხარ ეგეთ ემოციებში. და კიდე შემიძლია რომ იმდენი კითხვა დაუსვას საკუთარ თავს, რომ ღამე არ დავაძინო. და ყველაზე მეტად მიყვარს სიმარტოვა. ოღონდ ფლოკისთან. იმიტომ რომ მოსმენა იცის. ლაპარაკი რა შეძლოს დედას ვფიცავ, просто ალბათ ჩავკეტავდი ხოლმე რა იმდენ სილაპარაკებს და კიდე კაი არ ლაპარაკობს, იმდენი რაღაცა იცის ჩემზე. ახლა ხარ აღმოვაჩინე შენი სიმღერები, მეტი მოგვიყევი შენ მუსიკაზე. მთელი ჩემი ცხოვრება ვოცნებობდი რომ მემღერა და არ ჯეროდათ ჩემ ოჯახის წევრებს რომ სმენა მაქვს და ხმა მაქვს, იმიტომ რომ თვითონ არ ქონდათ და რომ მღეროდი ვერ ხვდებოდნენ კარგად ვერი თუ ვერა. და არ მატარებდნენ კაცო ამ მუსიკაზე. ხო და მე მამა ჩემის მეგობარი, ახლა შეძენილი მეგობარი იყო მაგ მომენტში მოვიდა ჩვენთან სტუმრად და მე მესამე სართულზე კარაოკეში მქონდა ჩართული კრის ბრაუნის და ჯასტინ ბიბერის სიმღერა და აი ხაოდი ბოლო ხმას და ეს კაცი ამომივარ და შენ ხარო მეცო სოპრანო და წამოდი ახლა სასტრაფათო დოდო დიასამიძე და უნდა მიგიყვანო და ეს დოდო იყო ოპერის ვოკალის მასწავლებელი. მე ერთო ჩემო. რასაც ვერ მოვუსმენ. მაგას ვერ ვიმღერებ. ეს იყო ჩემი პირველი გამოცემა, მეთქი ხელს ჩავიქნევ საერთოდ აღარ მინდა სიმღერა თქვა. მე ჯაზის ვოკალზე წავედი. მანდაც ვიღიღინე ვიმღერე, შევიძინე ძალიან კაი მეგობრები. რომლებიც ეხა ჯაზში ძალიან წარმატებულები არიან სხვათა შორის და ერთად ვისწავლეთ და ეს ძალიან მაგარია. მაგრამ ვერაზოს ვერ პოულობდი საკუთარ თავს რა. მე წავედი მუსიკალურ პროექტში, იმიტომ რომ მქონდა პუბლიკის საშინელი შიში. ალეკო ბერძენიშვილის დამსახურებით, რომელმაც აი მართლა ძალით გამიყვანა მანდ, იმიტომ რომ წავედი მაგასთან, რომ მეთქი ჩემპიონში მუსიკას ჩავწერო, ყურსასმენებში მაინც მოვსმინოთქო. იმდენად არ ჯეროდა რომ კარგად ვღერე, ხალხო. დარწმუნებული ვიყავი რომ დამსვლად ვღერე, იმიტომ რომ იქ ჯაზ სკოლაში რომ სწავლობდი, მან მითხრეს რომ ჯაბია სხვა პროფესია იპოვო. აი ხვდები, აი ძალიან ისეთი დამოკიდებულება ქონდა ყველას ჩემი ხმის მიმართ რა. ზერელე. ხო და ალეკო ბერძენიშვილმა დაინახა ჩემში ის, რასაც აქამდე ვერ მივერხედავდა და ნუ აი მამა ჩემის ძმაკაცმა ვიზაც გიყვებდა ამ ორმა ადამიანმა მარტო ჩემი ცხოვრების მანძილზე და ამ პროექტში რომ გამაგდო ისე შემეშინებდი რომ პუბლიკის შიში მქონდა თან სხვისი აზრის რომ კიდე უბედურებას მეტყვიან. მანდ მე უცებ კომენტარების კითხვა რომ დავიწყე, თან გამბედაობისთვის დავლიე. ჩემთვის ეს არ შეიძლებოდა. გაქცევაც მინდოდა რამოდენიმე პანიკური შეტევები მქონდა დაწყებულთან, მაგ პერიოდში ახალი გამოსული ვიყავი ამ დეპრესიული რაღაცებიდან და ხან-ხან მაბრუნებდა უკან რა, ეგრე იცის ვაფშე დეპრესია, უკან გაბრუნებს შფოთვები მოდიან უკან და გამკლავებას სანამ სწავლობ ძალიან რთული. ხო და აი უცებ ამიტანდა შფოთვა, აი უცებ და აი რაღაცა მოკლედ მაინც გავედი რა. ორჯერ მომაბრუნეს უკან ისე, მანდ ბავშვებმა. კომენტარები მე რო წავიქთე ხალხო აღმოვაჩინე რომ კაი ხმა მაქვს. და ბურჯულაძე ვარ კაცო, ბოხი ხმა მაქვს, კაი გოგო ვარ და თურმე მჭირდება უბრალოდ ჩემი ხმის ტემბრისთვის შესაბამისი მუსიკის შერჩევა. მე ვატო კახიძეს ვესაუბრე, ჩემ ვოკალთან დაკავშირებით, რომელიც სხვა შორის გამაგიჟა, ღვთოვანებული იყო ჩემი ვოკალით და თქვა რომ რაღაცა თქვა, რაც ქვია ჩემ ხმას, ძალიან იშვიათი ხმა. და მე ვერ ვიმღერებ ნებისმიერ კარაოკეს და ბიონსეებს და ლოუონ თოფებს ვერ გიმღერებთ, მაგრამ მე ისეთ რამეს გიმღერებთ, რასაც ბიონსე ვერ იმღერებს, სამაგიეროდ. იმიტომ რომ ბაბადუბა ცოტა ეგეთი ვარ რა. მე მაქვს ძალიან ბევრი მეტალი ხმაში. ნამეტანი ბევრი. და კიდე ერთი დეტალი ჩემ ვოკალზე. ეგ ძალიან საინტერესო ფენომენია, მოკლედ ხმას, როდესაც წერ და დამიჯერეთ ბევრ ხმის ჩამწერ სტუდიაში ჩამიწერია. ყოველთვის მომყვება თითქოს დაბლ ტრეკი. ეგ რას ნიშნავს იცით? თითქოს მეორე ნანკას ხმაც მოდის. და ყველა სტუდიაში იყო ერთი და იგივე ამბავი, რომ რაღაცა იმან ხوار გაჭედა მიკროფონმა რაღაცა საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ იმდენი მეტალი მაქვს ხმაში, რომ ორდება ჩემი ხმა. ეგ ძალიან მაგარი რაღაცაა ხალხო და მე ნუ კაროჩე გიორგი ასანიშვილმა ძალიან კარგად გამოიყენა ეს. ალეკო მითხრა ეგ სულ ვიცოდია, მე არ ვიცოდი უბრალოდ. ხო და ვერაფრით ვერ პოულობდი ჩემ თავს, ანუ ჩემ მიმდინარეობას და
წავედი სანო სტუდიაში, გავიცანი გოგა სანაძე, ვაფრენდი ხა ბლინკს და ეგეთ მუსიკას როცა უსმენ, ჩემი ოცნება იყო ეგ. შევქმნით ბენდი, აგერ ერთი ვაჟბატონი, რომელიც აგზის. არის სუპერ გიტარისტი ბიჭი, რომელიც მართლა თავის სპონჯის სახში უკრავს, არა და ეს უნდა იდგეს სცენაზე. ძალიან მაგარ მუსიკასაც ქმნის და ეხლა ვაპირებთ რომ საერთოდ რა მუსიკასაც თვითონ ქმნის, უნდა მაგაზეს სიმღერა უეჭველი დავწერო, იმიტომ რომ ძალიან მაგარ რაღაცებს აკეთებს და ამ მიმდინარეობაზე შეყვარებული 5 ადამიანი შევიკრიბეთ, ხო 5 ვართ. და 4 ვართ. 4 ვართ, სანდრო. ხო 4 ვართ. 5 ვართ. 5 შევიკრიბეთ და ჰა? ხო, მე-5 იკარგება ხოლმე პერიოდულად ხო, მაგრამ არა უშავს. ბასისტია რა. ეგეთი ტიპები არიან. იციან რომ მოთხოვნადები არიან და ვერ იპოვი სხვას და კუროებს გვახასიათებს ხოლმე რომ წენებს ვიგროვებთ და მე ერთიანად ვბრაზდებით. მესმის რომ ეს სიბრაზე ადამიანის დამცავი მექანიზმია. შენ რას ფიქრობ ამაზე და როგორც ვცდილობ რომ ეს ბრაზი გააკონტროლო. დიდას ვიცავ მე ჩასო თქვა ამას უნდა თქვებს ვაკეთებ. ეს ერთი. როდესაც ვბრაზდები, ხვდები რომ ეხა არაობიექტური ვიქნები და რაღაცა უბედურებას გეტყვი. იცი როგორც რა აი პირდაპირ აი გულში მოგხვდება და ამიტომ 1 2 3 1 2 3 ამას ვაკეთებ უეჭველი. ეგ სხვა შორის ძალიან მაგარი ხერხია. რომ უბედურება არ წამოვიდეს აქეთ. ბრაზის შენახვა მე კუროსავით არ ვიცი. არ ვაგროვებ. მირჩევნია ეგრევე ექსტორცნო. მე მგონია რომ პირიქით ეგ ძალაა, როდესაც შეგიძლია რომ სიბრაზე შეინახო, მაგრამ აინახო, ატარო თან და მე ჯოჯოხეთად უქციო ვიღაცას ის დღე, ეგ ძალიან ცუდია. თავდაცვის მექანიზმი არ მგონია მე. მე მგონია რომ პირიქით რა. მგონია რომ გაუძლებ რა ამას. ეს საერთოდ დეპრესია, აუცილებლად ცუდ ფიქრებს გააჩენ შენ ცხოვრებაში და ჯობია როგორც კი ცუდ რაღაცა ემოციას გამოიწვევს ვიღაცა, უთხრა რა, ცუდ ემოციას იწვევ. გააფსი. ცხოვრება ეგრე ბევრად უფრო მშვიდია და მე ვცდილობ ამას ამასუნთქვების მერე უთხრა ეგრე, იმიტომ რომ გააფსის მაგურად გააჯ იქნებოდა რა და ეხლა გააფსი, უკვე ისეთი რამეა რა, ეხლა ფიში ისეთი რამეა რა. ჩატეა ბოლო-ბოლო. ეს კითხვა მამასთან შენს ურთიერთობას ეხება. შენი აზრით, მამა-შვილური ურთიერთობის შემნაცვლებელი არსებობს, რას ფიქრობ მამამების მიერ არაღიარებული შვილების არასაკმარისობის კომპლექსი? აი, ჩემთვის პირადად, მამა-ჩემის გარეშე ცხოვრება მართლა წარმოუდგენელია, კი არ მინდა, არც ერთი ჩემი ცხოვრების ეტაპი მაგკაცის გარეშე. მე ვთვლი, რომ გოგოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მამის გვერდზე ყოფნას რა. ანუ მამას როგორი სიყვარული შეუძლია, რომ დაანახოს გოგოს თუ მართლა უყვარს. იგეთი არავის არ შეუძლია, მაგრამ აი მამას როგორ შეუძლია, რომ უბრალოდ აი თუ არა აქვს ეს რაღაცა კავშირი შენთან, უბრალოდ აი თითქოს არც ყოფილხარ ეგეთი შეგრძნებით გაცხოვროს, აი რაც მისმენია ვთქვათ, ყავს რა, ეგეთი ნაცნობები მეგობრები, ვისაც მსგავსი რამე განუცდია, ეგეთი რაღაცაც არ ვიცი, აი დედას ეგეთი რაღაცა გაკეთება, მგონია რომ ნაკლებად შეუძლია, რაც მამა შეუძლია. მე მგონია რომ მამის ჩამნაცვლებელი არ არსებობს, მაგრამ ქალები მერე ეძებენ კაცში მამის თვისებას, რაც არ ვიცი რამდენად ნორმალურია, მაგრამ ნორმის ფარგლებში მე მგონი ქალი მაინც თავშესაფარს ეძებს ყოველთვის რა, ანუ მეც ეხა თუ ოდესმეს რატო ვიძახი კაცო? ოდესღაც რო შევქმნი ოჯახს, მეც აი როგორი დამოუკიდებელი ქალიც არ უნდა ვიყო და დამიჯერე თუ არ. მაინც ისეთ კაცთან მომინდება ყოფნა, რომელიც მამა-ჩემზე როგორც მაქვს, აი ნებისმიერ მომენტში რომ დავრეკავ რო აქ იქნება, იგივე მქონდეს ამ ადამიანზე.
და პირველი მამა არ გამახსენდეს ხო მამას ჩემს არ ეწყინოს და გამახსენდეს ეს კაცი რა. სხვა შემთხვევაში ეს კაცი მამა შენზე ისეთი პატივსაცემი ვერ იქნება და უნდა იყოს. ზე შეიძლება არა, მაგრამ მამა შენივით მაინც პატივს უნდა ცემდე რა. მამა არის მაინც პირველი კაცი, ვისაც პატივს ცემს ცხოვრებაში, ჩემი აზრით. ხო და ქალები ამას ეძებენ ყველა შემთხვევაში, ჩემი აზრით. ბიჭებს ესე არ დაკვირვები ხართ, ვინც მამის გარეშე გაზრდილა, თავისი დიდებს ეძმაკაცებიან. აი რაღაცნაირად ბევრი ადამიანებიც ეგეთი. თქვენ გეკითხებით ის რო იცოდეთ. და ან კიდე მალევე უნდათ რომ მამები გახდნენ. ეგეც არის. ჩემი აზრით მამა ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა რა ადამიანის ცხოვრებაში. ჩემთვის ეგრეა. და აქედან მევეტყვი ყველა მამას, რომელსაც შეიძლება არ ყავს მიტოვებული ბავშვი. ვისაც მიტოვებული ყავს ხო თქვენ მიგატოვათ ღმერთმა. ეს ერთი. იმიტომ რომ ძალიან დიდ სოდვას ჩადიხართ რა და საერთოდ ადამიანს ძალიან ბევრ ემოციას აკლებთ რა ცხოვრების მანძილზე, რაც უნდა განიცადოს ადამიანმა. და ვისაც არ ყავს მიტოვებული, მაგრამ სათანადო ყურადღებას არ აქცევს, იმიტომ რომ ურჩევნია რომ რაღაც ფეხბურთს უყუროს მაგაცებთან ერთად არა და ბავშვმა თხოვა რომ გამასეირნეო, ან შეეძლო რომ ბავშვი გაესეირნებინა ან ასე შემდეგ. გთხოვთ კიდევ ერთხელ დაფიქრდით რა. ის წამი და ეს მომენტი აღარასოდეს აღარ განმეორდება. და შენსა და შენ შვილს შორის შეიძლება დღეს და აქ სანამ შენ ლუცვავ სადღაც თქვა თუ ამბობ ან არ ვიცი ბაიკით კატაობ ან არ ვიცი რასაც სემიჩკას ჭამ სადღაც შეიძლება ისეთი მომენტი დაბადებული იყო თქვენ შორის რომელიც მთელი ცხოვრება ემახსოვრება შენ შვილს. შენი აზრით რა არის საუკეთესო გზა რომ დავძლიოთ შიშები და ვისწავლოთ მათთან გამკლავება? პირველ რიგში თვალებში უნდა ჩახედო შიშს. მე მაგ თეორიის მართლა მაგრამ ჯერა მე აი თუნდაც ყველაზე პრიმიტიულს გეუბნები სიმაღლის რომ მეშინია და მანქანით მეშინია სიმაღლის ძალიან მაგრა ეშმაკის პრობლემაზე მე ჯერ არ დავჭდა და არ დავჭდები მაგას ეტაპები აქვს მანქანით ავდივარ აღმართებზე ეგ იცით სად მეშინია ვაკის პარკთან რო არის აღმართი შუქნიშანი მან ვცდილობდი რომ არ მოვხვედრილიყავი მანდაც კი მეშინია გაჩერების შუქნიშანზე უნდა შეებრძოლო რა თვალებში უნდა ჩახედო სანამ აი ამხელა შენი შიში აი ესეთი არ გახდება აი იქამდე მართლა გეუბნებით ისეთი სიამაყის შეგრძნება გეუფლება მე რომ შენ შიშზე გაიმარჯვეთ როგორიც არ უნდა იყოს ეგეთი სიამაყე ცოტა ვიცი ვიდრე საკუთარ თავზე გამარჯვება რა. ახლა ცხოვრებაში რა ადგილასაც ხარ, სწორედ მაგაზე გვესაუბრე. რა იპოვე შენში ახალი, რაც მუდმივად შენთანაა და არასდროს მიდის. და როგორ გამოიხატება ეს შენს გარშემოყვალებთან ურთიერთობაში. საკუთარი თავი ვიპოვე ხალხო პირველ რიგში რა. აღარ მეშინია ჩემი თავის. ადრე მეშინოდა. არ ვენდობოდი უბრალოდ, იმიტომ რომ ძალიან არა სტაბილური ტიპი ვიყავი. რაღაცას რო დავოსახავდი გეგმად, მეორე დღეს მეუბნებოდა რომ კაი რა. და ვერ ვაკონტროლებდი ამ ნანკას რა, ვერაფრით. და სულ მომთხოვნი ვიყავი, სულ უბრაზდებოდი, სულ რაღაცა დისკომფორტში ვიყავი საკუთარ თავთან. თითქოს აი ეს ტყავი შენი არ არის და აი გინდა რომ მოიცილო და ან გაქრე საერთოდ და იქნებ თავიდან დავიბადო რა. და ახალი სუფთა ფურცლიდან დავიწყო. ანუ აი იცით რა იყო, აი ჩემ აი პირდაპირ ვიტყვი რა, ჩემი მძღნელის აწმენდვაც მეზარებოდა ხოლმე, აი რაღაცა უბედურებები რომ მაგ გასაკაფი. მე რომ აი ამას ახლა როგორ გავამკლავდე რა, როგორ ავალაგო. მოდი რა თავიდან დავიბადები რომ აი ეს მოვიცილო. მოხდა აი გონებასაც ვაზარ მაცარდე. პირველ რიგში ეგ გავაკეთე რომ ვაძლევ საკუთარ თავს იმის საშუალებას რომ იყოს ხან ცუდად, ხან კარგად, ხან ზედმეტად კარგად, ხან ზედმეტად ცუდად, აღარ მეშინია ჩემი თავი, იმიტომ რომ იმედი მაქვს და ვიცი რომ ხვალ რაც გასაკეთებელია გააკეთებს. პირობის შესრულება ძალიან მნიშვნელოვანია, პუნქტუალურობა ძალიან მნიშვნელოვანია, პირობებს ვდებდი ხოლმე და არ ვასრულებდი და ეხა აი თავი რომ მომაჭრა. მაინც მოვალ თუ თქვი რომ მოვალ. და
ძალიან მაგრა ჯერ ესეთი ხალხი უფრო მეტ პატივს ვცემს, მეც უფრო მეტ პატივს ვცემ, ფასობ რა, ჩემი სიტყვა ფასობს, ჩემი თავისთვისაც რა, რაღაცას რო ვიძახი, ჯერ დავფიქრდები, აბა მაგ ამის ტრაკი არ მაქვს. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. და აღარ ადრე ვეძებდი ადამიანებს, რომ მეშინოდა ხომ საკუთარ თავთან მარტოს დარჩენა, ვეძებდი ადამიანებს, ვისთანაც დროს გავიყვანდი. და საერთოდ არ ვეძებ. და არ მოდიან, ეგრე უფრო მოდიან ადამიანები. გარშემოყოფებს ჩემი აზრით ძალიან უმარტივდებათ ჩემთან ურთიერთობა, იმიტომ რომ მარტივი ადამიანი გავხდი რა. აი რაღაცა ადრე ჩემი ტვირთით დავდიოდი და ეხლა ძალიან მარტივი ვარ. არ გიფიქრია რომ ამ პოდკასტის გარდა სხვა კონტენტიც მოიფიქრა. ლა. მე რაღაცა რომ მოვიფიქრა. როდესაც ყავს ბევრი ჯინი ის უკვე კეთდება საყარელო, მე რომ მოვიფიქრე, უკვე გაკეთებულია და მონტაჟდება. მაგრამ ამას რო დავდებთ მაგ დროს ჯერ არ იდება ხო ჩვენი ის ვიდეო? არა, ეხა არ ვდებთ ამას. ხო. მაგრამ ძალიან მალე იქნება სხვა კონტენტი. სევდიან ფიქრობს როგორ იშორებ. არ ვიშორებ. გადამაქ რაღაცეებში. მე ძალიან მიყვარს, როცა სევდიანი ვარ, სეირნობა მაგ დროს. ფლოკი მაგ დროს ბედნიერია და ფლოკის შარდის ბუშტით შესაბამისად. ძალიან მიყვარს სიმღერის ტექსტების წერა, როდესაც სევდიანი ვარ. ძალიან მხიარული და აჟიტირებული ვარ, მაგას ვერ ვაკეთებ. ხანდახან ტექსტის დაწერა რომ მევალდებულება, იმიტომ რომ ძალიან მოითხოვს გოგა. ისეთ სევდიან სიმღერას ვთავრობ, ცუდღესიათზე დავდგე რომ დავწერო. შესაბამისად არ მომკლავდები ამათ. აი სანამ გამკლავება მჭირდებოდა ვიტანჯებოდი, იმიტომ რომ მეჯიუტებოდა თვითონაც რა. და ეხლა ვეუბნები რომ იალა, მოდი მჭირდები, ინსპირაცია მჭირდება, სეირნობისთვის მუღამი მჭირდება, იმიტომ რომ შეიძლება კილომეტრები ვიარო ძალიან ბევრი როცა სევდიანი. მე უცებ ქრება. სეირნობა მეხმარება ძალიან ხალხო, აი ძალიან მეხმარება. აი თითქოს როგორც კალორიები იწვება, ზუსტად ისე იწვება სევდაც სეირნობაში რა. რას ურჩევდი იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა რთულ მდგომარეობაში არიან, რთულ პერიოდს გადიან, აწუხებთ შიშები, შფოთფოებით, კივილები და თავს უემედოდ გრძნობენ. მოკლედ აი ხა რაც თქვი, იგივეს განვიცდიდი ზუსტად და ეგ რო ჩემთვის ერჩიათ. უბრალოდ იცი რა არის, მაგ დროს მე რჩევასაც არ ვითვალისწინებდი რა. მეგონა რომ ყველა ჩემი მტერია. მე კიდე ბავშვი სხვაგან ვიყავ. მე ჩემი არავის არ ესმის რა, ეგ განცდა უფრო მქონდა. მაგრამ აი ესე ნაზად და თბილად ვიღაცას რო ერჩია და შენ თუ ეხა ამას განიცდი რა ვინც მკითხე. ესე იგი შენ რჩევა გაინტერესებს, ესე იგი შენ გამოსვლა გინდა ამ მდგომარეობიდან და ესე იგი შენ უკვე პირველ ნაბიჯებს გადიხარ რა. ეგ უკვე ძალიან მაგარია. ორი არის რა, და რაღაც მომენტში შეიძლება იფიქრო რომ ურთიერთგამომრიცხავია ეს ორი რჩევა, რასაც გირჩევ, მაგრამ იცოდე რომ ეგრეა. პირველი უნდა აცადო საკუთარ თავს, რომ იყოს ცუდად, იმისთვის რომ კარგად გახდეს, ანუ სხვანაირად არ გამოვა შენა, კარგად როგორია ყოფნა, არასდროს არ გეცოდინება, თუ არ გეცოდინება, ცუდად ყოფნა როგორია რა. იმიტომ რომ ხანდახან ჩვენი კარგად ყოფნა გგონია დებილური სიტუაცია. მერე დრო რო გადის და მართლა ცუდად ვართ, მერე ეს დებილური სიტუაცია გვახსენდება როგორც ყველაზე კაი პერიოდი. იმიტომ რომ ეს კონტრასტები საჭიროა ცხოვრებაში. ყოველთვის უნდა გახსოვდეს. ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია. ეგ ყველას უნდა გახსოვდეს. რომ რთული პერიოდი იმიტომ დამიდგა ეხლა მე ცხოვრებაში, რომ რაღაცა უზარმაზარს მიმზადებს სამყარო. ეგ ყოველთვის ეგრეა რა, აი ყოველთვის რაღაცა ტრამპლინი იჩითება მე ცხოვრებაში. ხალხო, ეგეთი რამე არ გამიგია რა, აი გუშინ თავს ვიკლავდი და დღეს ეს აი მართლა აი ეგეთი ოღონდ გასათვალისწინებელი ის არის, რომ თან უნდა მიცეს საშუალება საკუთარ თავს რომ ცუდად იყოს და ნელი ტემპით ადეგე. და გაიარო, ერთი ნაბიჯი გადადგა, მერე დაბრუნდა უკან სახში დაჭდა. ერთი ნაბიჯი გაიარო, დაბრუნდა უკან სახში დაჭდა. წერო ძალიან ბევრი. მოყვე შენ თავთან შენი შფოთვები, რა ფერია, როგორი ვიზუალი აქვს, აი ეს ყველაფერი წარმოიდგინო. აქცია ობიექტად რა, ეს შენი შიშიც, ეს შენი ემოციაც.
აი ამ ემოციას თვალები რო ქონდეს, როგორი ექნება და ის როგორი იქნება და ეს როგორი იქნება და მე აი თვალებში ჩახედე ხოლმე შენ წარმოსახვაში და იცი რა უთხარი, რომ ძალიან ლამაზია. რა საყვარელია, რა კეთილია, როგორ გინდა რომ ჩაეხუტო რაღაცა. შეიძლება ვიღაცისთვის ეს წარმოუდგენელია, ხა მე რასაც ვამბობ, მაგრამ დამიჯერეთ რა, მეგობრად უნდა აქციო. და მე ზურგში დანა ჩაარტყა. მართლა ეგრეა. სასწაულების მოხდენა შეუძლია გონებას. მართლა. უბრალოდ მიყევით და დაიჯერეთ, რომ შეგიძლია წარმოიდგინო ის შიში. და აქციო შენ მეგობრად. შფოთვებს რაც შეეხება. მე რო პანიკური შეტევები მქონდა, დარწმუნებული ვიყავი, რომ იმ მომენტში მე ვკვდები. ოღონდ ეს მეწელებოდა რამოდენიმე წუთი. და ეს რამოდენიმე წუთი მეგონა რომ იყოს საათები ხალხო. აი მართლა მე რას მივხვდი, იცი რა? ვაიმე ეხა მოვკვდები, ან ეხა ეს იატაკი გამომეცლება და აი ესე ვიყავი და მე ერთხელ აი უბრალოდ აფიქრე რა. მოდი აბა ერთი თუ მოვკვდები. ოღონდ მართლა გეუბნები. ანუ თუ ეხა ეს ამ შფოთვებისგან მე ხა აქ ვკვდები და მჯერა რომ მოვკვდები. მოვიდეს რა. კაცო არ დადგა ეგ მომენტი. გაიარა. მე კიდე უთხარი რომ როცა მოვიდა მანქანაშიც მეწყობოდა ხოლმე მაგალითად იმაში თუ ტუნელში თუ შევდიოდი რაღაცა ხო ტუნელი ქვია აი იმენა რაღაცა რომ შევიკვდები გვირაბი ხო რავი არ მოვკვდე მე რას მივხვდი რომ შემიძლია თუ ეს ესეთ უსიამოვნო შეგრძნებას იწვევს ჩემში აი ეს და ისეთ შფოთვებს ამისე დედაც მაგინოს ყველამდე და გადმოვალ მანქანიდან და არკიდან კი ამ გვირაბიდან გამოვალ მივშვი რა და მიხვდები რომ არ კვდები და ეს არ არის ქვეყნის დასასრული ძალიან საშიშია მაგ მომენტში ვიცი განმიცდია მაინც მიეცი უფლება რომ აბა მიქენი რა შეგელია და მე ნელ-ნელა დროში პატარავდება ეგ შფოთვები მე მიზერული ხდება ისეთი რომ მაინც მოდის და ვერ გრძნობ იცი ეხლა მოგატყვებ რომ გითხრა რომ არ მომდის ხოლმე მომდის მაგრამ ორ წამში იქნება როგორი ბიჭები მოგწონს ფიზიკურად კაი ხა აი სიმართლეს გეტყვით რა კაი არ მინდა სიმართლეს თქვა იმიტომ რომ მე დაიწყებენ რაღაცებს მაგრამ ვიტყვი რა ხო გიყვარვართ ისეთ როგორიც ვიღაცებს ერთი 20 კაცს მაინც ხო და თქვენთვის ამბობ არ მომწონს ლამაზი ნახვთები და აი რაღაცა აი ჯანკუჭუჭუ სახეები რა მეყვარს ბრუტალური გარეგნობა ცოტა ჯაყოები ზურგზე თმა უნდა იყოს მართლა ვიცოდი ანუ ეგ ჩემთვის არ არის მინუსი რა ეგ ანუ მე მომწონს ბრუტალ ტესტესტერონი რო აქვს მაღალი კაც მე მომწონს რა გავაკეთო მეც ვქონდა მაღალი და ლაზერზე სადავდები შემიძლია ხო ეგ მომწონს თითებს აქვს ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ფიზიკურობაზე თუ ელაპარაკე მე ძალიან ბევრჯერ მეუბნებიან ხოლმე რა ანუ გრძელი თითები მაქვს მაგრამ სასისკებივით არის რა ანუ ბუთხოზი გასაყვარელი თითები ანუ გრძელი რა აი მიყვარს გრძელი თითები იყოს სასისკები არ არის პრობლემა და მხრები არის მნიშვნელოვანი ძალიან და კიდე კარგად უნდა მართავდეს მანქანას რამდენად შეუძლია ადამიანს დაეყრდნოს თავის ხედვას რეალობის საქმელად აუ ეგ ისე აი ძალიან ხშირად ვქონია რომ რეალობა სულ სხვაა და ჩემი ხედვა ვაფშე სხვა არის ამ რეალობის რა აი იმენა ილუზიაში ვიყავი რომ გონია რომ აი ყველაფერი ესე ცუდად არის და ესე ცუდები თუნდაც ცუდი იფიქრეს ჩემზე ცუდი ილაპარაკეს ჩემზე სიმბოლოში ვაფშე არ იყო ეგრე რაღაცები ამიტომ არა გადაამოწმე და ძალიან მნიშვნელოვანი რაც არის იმავე დღეს არ ირეაგირო მსგავს შემთხვევაში როდესაც ილუზია
ძალიან გიმყარდება უცებ ტვინში და პატარა იჭვი მაინც თუ გაქვს. რომ შეიძლება რეალობას არ ექვემდებარებოდეს, გთხოვ, დაიძინე, ეს მამას ჩემის რჩევაა და ძალიან კაი რჩევაა და დილით მიიღე მაგ სიტუაციაში გადაწყვეტილება. იმიტომ რომ აი გიჟური აფექტი, ანუ მამა ჩემი წარმოიდგინეთ ამას მეუბნება ყოველდღე. მამა დაიძინე დღეს და ხვალ მიიღე გადაწყვეტილება რომ ყოველდღე აი ესე ვიყავი. მე სუმეძინა, ბოლო 3 წელია სუმძინავს. აი როგორ შეაფასებდი დღევანდელ ნანკას? რისთვის გადავხდიდი მადლობას და რას ურჩევდი ხვალინდელ ნანკას? მადლობას ვუხდი ჩემ ნანკას. მართლა იმენა ჩემს საუკეთესო მეგობარს, რომ საკუთარი თავი ვიპოვე. ვაფშე ყველა ოცნება რაც მქონდა. რეალობად ვცდილობ რომ აქციო და თავარი არ ვცდილობ და დედას ვფიცავარ ეგ. საკმარისია, იმიტომ რომ ვიცი რომ შედეგს აუცილებლად მივაღწევ. დავარეგულირე და დავასტაბილურე ურთიერთობა ძალიან მეგობრული ჩემ ოჯახთან. ანუ ჩვენ როგორ ვიყავით იცი მე და მამა ჩემი ვართ, აი იმენა 2 წვეთია. ანუ მართლა ძალიან მაგრა ვგავართ ერთმანეთს. და ამის გამო სულ გქონდა კონფლიქტები. და ჩემგან გასაოცარი თვისება დავაფიქსირე რა ჩემ თავთან. მომთმენი გავხდი. კაი თქო ვეუბნები. ანუ აი კაი მა, კაი. ეს ვეუბნები და შოქშია. რა ჩვენ ხომ ჩუბობდით ეხა კაცო, თუ რაღაც მე არა, მა შენ როგორ ციტყვი. აი ეს არის რასაც აი ძალიან დიდი მადლობას ვუხდი საკუთარ თავს რომ შევძელი რა. და ხვალიდან ნანკას ვთხოვ რომ გააგრძელოს ეგ და აი რაც აქვს ჩაფიქრებული რა. რაც აქვს ჩაფიქრებული რომ 2026 წლამდე უნდა გააკეთოს რა. აუ რას გაგულავებთ დებოძ დაძმება ეგ რო გავაკეთო ყველაფერი. როგორ ფიქრობ, ყველა ადამიანი რაღაცას აუცილებლად მალავს? კარჩე, მე ხანდახან მგონია რომ არ უმალავ. რაღაცა ბოლო-ბოლო დასამალი ხომ უნდა მქონდეს რა. ვიღაცა ჩემი გაცნობა მომდის, იმიტომ რომ ბოლო-ბოლო ჩართავ ვიდეოს და ანუ ხო და კი აუცილებლად ყველას ყავს ჩვენი. როგორ არის? ყველას ყავს ჩვენი ჩონჩხი. ყველას. და ეს შეიძლება იყოს აუტანელი, აი მაგალითად თომობილი შეიძლება. აი არაფერს არ მალავდე ტიპი, მაგრამ იმას მალავდე რა ჟღლინტებს ჭამ. აი მართლა შეიძლება რა. აი რაღაცა უბედურება თქვა თუ ამ რაღაც დებილურებს რაღაცებს აკეთებენ, ჭხლებს იკვნიტავ თქვა თუ ამ. ყველა მალავთ აი სულ არაფერს არ მალავდე. აი იგით რაღაცას მაინც მალავ ჩემ ისეთ თვისებას რომ ჟღლინტებს არ ჭამ დედას ფსო ერთი 10 წელია. აი რაღაცა იგიც უეჭველი მალავ რა. არის რამე ისეთი რაც ბავშვობაში გინდოდა გაგიკეთებინა, მაგრამ დღემდე არ გაგიკეთებია კი. ეს არის ენდურო. ბოლომდე არ მივიყვანა. დავიწყე ხასკიში სიარული და მე მივატავა. ანუ off-road ბაიკი. ბავშვები დამოცნებობდი. მარა ბოლომდე მივიყვანა დასუტირებ. უნდა ვანერვიულო ჩემები, რაღაც აღარ ნერვიულობენ ეგენი და გითხარი ფილმები, სერიალები და წიგნები, რომლებიც რაღაც გასწავლეს და რა გასწავლეს. ისე კი ფილმებსაც შეეხება. მე გუკავ თქვი რომ უკანასკნელი სამურაი არის ძალიან მაგარი ფილმი. Life is Beautiful არის ძალიან მაგარი ფილმი. მეორე ფილმი კიდე ამერიკული Beautiful Life ქვია. შავ-თეთრი. ჰა? It's a beautiful life. ეგეც ანუ ცხოვრებისეულო ძალიან მნიშვნელოვან დეტალზე და გაფიქრებს რამაც მიხვდები რომ შეიძლება ბედნიერება სხვა რაღაცაებში და სხვა რაღაცაებში ვეძებ. სერიალებს უყურებ ხალხო მე ზოგადად მიდრეკილი ვარ და არ ვიცი ეგეც ცოტა საფსიქოლოგე თემაა ჩემი აზრით, იმიტომ რომ ვუყურებ სერიულ მკვლელებზე და ვუყურებ ლა ესე ვიძინებ და ვიღვიძებ მაგაზე და მე მგონი ფსიქიკურად არ ვარ ნორმალური შეშლილი ვარ და ვუყურებ mind twisting ქართულად როგორ არის საფიქრალ სერიალებს და ფილმებს რა
ეგეთი რაღაცები მიყვარს. დროის მანქანა რომ გაგეჩითოს, რომელ ისტორიულ პერსონაჟს ესაუბრებოდი? ჩაპლინს დაველაპარაკებოდი. მაკედონელს დაველაპარაკებოდი. იმიტომ რომ მე როგორი ხა ფილმში როგორი სიმპათიურიც არის, ეგეც სიმპათიურიც იყო. ჩვენი ლაპარაკი ძალიან დიდი ხანი გაგრძელდებოდა დამერწმუნეთ. ანუ მართლა შეიძლება ცვლადაც გავყოლოდი. კიდე რავი ჰიტლერთან დანაც დავილაპარაკებდი და პროსტა მარტოობის 15 წუთს ჩავწერდი მაგასთან, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ტრავმა მქონდა საწყალს და გავხსნიდი უბრალოდ და მართლა და მე ერთი კაის შევაგინებდი. კიდევ აუ ილია ჭავჭავაძესთან მინდა და სულ ვარ ბავშვებში მე სიზმრებოდა ხოლმე. რატომ მე სიზმრებოდა არ ვიცი, ან ბაბუაჩებს რომ მსგავსებდი ვიზუალურად, ბაბუაჩები რა გარდაიცვალა, ხშირად ილია ჭავჭავაძე მე სიზმრებოდა. ეს ჩემი საფსიქოლოგია. ამ თავდაჯერებულობას, სილაღეს და საკუთარი თავის სიყვარულს რა გზებით მიაღწია? თავდაუჯერებლობით, დეპრესიულობით და საკუთარი თავის სიძულვილით მივაღწია. თავიდან საერთოდ არ ვიცი რომ ჩემ თავს ალბათ ერთი 15 წლამდე, 15 წლიდან წამომეწია სიძულვილი ჩემი თავის და მიუღებლობა და ასე შემდეგ. და რეალური სიყვარული მაქვს მესამე წელი, 2 წელია რა. რა დაგინალოთ და მართლა ეგრეა, მანამდე აი ბოდოში ვიყავ. მივიღე რა. აი მანამდე იცით რა მქონდა, რომ აი მუწუკი რომ მომდიოდა სახეზე. განვიცდიდი ხო. აი ხა სად ვდიო ჩემ მუწუკებს, რაღაც წარმოგიდგენთ 14 ამომდის ერთად. ხანდახან თუ ბევრი მზეს უმზირავ ჭამე და ამას განვიცდიდი, ხა 14 ჯერ რომ ვინერვიულო რა ბოდვაა ხო. ამთხრიან ვიზუალის მიწვლის, მაგრამ რაღაც ეგეთ რაღაცებზე ვნერვიულობდი. ვის რას იფიქრებდა ჩემზე მაგაზე. საბეჭლების მოხდენა მინდოდა ადამიანებზე. აი სუცალ ფეხზე არ მკიდია, ხა ვინ რას იფიქრებს ჩემზე? მე ვიზეს დადებითად ვფიქრობ იმან ჩემზე იფიქროს, ის ჩემზე აუცილებლად იფიქრებს დადებითად. ეხა იმიტომ რომ ხვდება რომ არ ვცდილობ რაღაცებს. საერთოდ არაფერს არ ვცდილობ გარდა იმისა, რომ წარმატებას მივაღწიო ცხოვრებაში და მეგობრები ვინების მეყოლებიან, მყავდნენ ნაღდები და სიამოვნება მივანიჭო ხალხს, ჩემი არსებობით მას ცხოვრებაში რა. და მივიღე ჩემი თავი, მუწუკიანიც უმუწუკოც გამხდარიც, მე ერთ კვირაში 10 კილო მომატებულიც, რაღაცა მუდმივი შებერილობით, ჩემი აი გახსნილობით, მანამდე რაღაცნაირად განვიცდიდი, ნერვიულობდი, რომ ზედმეტად ღია ვარ. ანუ რაც პირზე მომადგება რაღაც იუმორის გაგებით თუნდაც ან რაღაც აზრი, ჯერ ვფიქრობდი, რომ ეხლა ეს აზრი მისაღებია თუ არა. მე დავიკიდე რა და მივხვდი, რომ შვენიერი იუმორი მაქვს, ყველაფერი შვენიერი მაქვს, ხანდახან უბრალოდ აი ზაის ახლა დედა შენი ისე რომ გიკეთებს, რომ გაჩერდე, უნდა გაჩერდე, რომ რასაც ვერ ვაკეთებ ხოლმე. ეს აკეთებს ხოლმე რომ ხვდება, რომ რაღაცა სწავლიღადავები ხოლმე. Hello, ესე შევდივარ და სტუმრებთან ერთად ის. დიახ, რაღაცა და მე უცებ აი მოხასიათით რომ შევდივარ, აი ამას აკეთებს. რა დაბრკოლებების დაძლევა მოგიწია, რომ ეს არხი შეგექმნა. რა არის YouTube არხის კეთებაში ყველაზე მარტივი და ყველაზე რთული? ყველაზე მარტივი არის აკაუნტის შექმნა. ყველაზე რთული? მართლა ყველაზე რთული. ჩემი აზრით. და ალბათ ბევრი იუთუბერის აზრით არის იმ ადამიანების წრის შექმნა, რომელიც ახლა მე მყავს რა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ რო ყოფილიყავით თითოეული ჩვენთაგანი, ეს არხი ესეთი არ იქნებოდა რა. ესეთი ხარისხის და ესეთი სიყვარული არ იქნებოდა, მოკლედ ცარიელი. ეგ არის ალბათ ყველაზე მეტად რაშიც გამიმართლა. და ამაზე რთული კიდე იცი რა არის? ჩვენ არ გვეგონა რომ ამხელა დრო ენერგია და რესურსი მიაქვს. მართლა არ გვეგონა. შეიძლება
ეხლა ბიჭებმა დარწმუნებული ვარ, რომ იციან, რას მოიცავს რაღაცა ვიდეოების გაკეთება, მაგრამ და არიან საქმის პროფესიონალები, მაგრამ ეს კიდე YouTube კიდე სხვა რაღაცაა რა, გულახდილობა, აი რამ თავიდან თვითონაც ძალიან გამოუცდელები იყვნენ YouTube-ის განხრით რა, იმიტომ რომ ამათ მეიციან ძალიან ლამაზი კადრების დაჭერა, ყველაფერი აი პროფესიონალურად ისე დაგილაგებენ, თუ რაღაცა ვაჟას ტრასაზე დადიხარ, შეუძლიათ გამოაჩინო, რომ ედემის ბაღში ხარ, გამიგე? ეგ შეუძლიათ, მაგრამ აქ თურმე საერთოდ არ ჭირდება მაყურებელს ეგ რა. და ისწავლეს როგორ დაიკიდონ, მართლა ისწავლეს როგორ დაიკიდონ რაღაცაები, მეც ვისწავლე რომ მე როგორიც ვარ ეგ ასწორებს და პირველ რიგში ამათმა მითხრეს რომ ისე რა YouTube-ს ეგ აქვს რომ ვაფშე მოეშვი რა თუ შარლუს შეხსნა გინდა შეიხსენი საყვარელო აქ არავინ არ მოგწდებს მაგრამ სანდრო მაინც არ მაწევინებს კამერის წინ რა იყო შენ ცხოვრებაში ყველაზე დიდი იმედგაცრუება და რა გაკვეთილი მიიღე მისგან ჩემო ძალიან საყვარელმა მეგობარმა მიმატოვა აი როგორ იცით აი თითქოს არაფერი ეგრე არ ვიცი ახლა მისი გადმოსახედიდან რა როგორ იყო უბრალოდ მე შეიძლება რაღაცა ორივე მივდიოდით წინ მე უცებ შეფერხება დამემართა და ეტყობა წინსვლაში ცოტა ხელს უშლიდი ცოტა მძიმე ვიყავი და წავიდა ეს იყო ჩემთვის იმედგაცრუება კი რა ცუდად რო ვიყავი 100 მაგად ცუდად გავხდი იმიტომ რომ მაგ ადამიანის გარშე ჭამა როგორი იყო არ ვიცოდი რა ძალიან მაგრა განვიცადე ეს იყო ძალიან დიდი იმედგაცრუება ჩემთვის და მივხვდი რომ მე ყველა უპირობოდ მაგ ადამიანს არ ვუყვარდი და ეგ კიდე ცალკე დარტყმა იყო მე მეგონა რომ უპირობო სიყვარული იყო ჩვენ შორის და მეგონა რომ ეხლა აქაც ალბათ აი იქვე იჯდებოდა სადმე და დამელოდება რომ სულურჩები რომ რაღაც გვეჭამა ისე ერთად ცხოვრობდით ჩათვალე რა მაგით ის მივიღე რომ რაღაც მომენტში მაინც ბოლომდე თვალდახუჭული ყველასთან არ უნდა იყო მიუხედავად იმისა რომ ღმერთო ნეტა მომეცეს ეგეთი მომენტი ცხოვრებაში რომ ისევ თვალიდებლები ბოლომდე დავხუჭო და ბოლომდე ვენდო ადამიანს იმიტომ რომ აი მარტო მგელი ხო გაგიგიათ ეგ ვარ რა სინამდვილეში აი ტომიდან გაგდებული თავის პენჩი რო დადის ეგ მასწავლა რომ ბოლომდე თვალები არ უნდა აი სუსუ ბოლომდე თვალები არ უნდა დახუჭო რა ან მე იმას არ გულისხმობ რომ მეგობრებთან რომლებიც თანაც ძალიან ახლოს ხარ სულ უნდა იყო მზად რომ რაღაცას გატკენენ არა უბრალოდ გაშვება ვისწავლე რა მაგის ვერა და ეგ არ მგონია კაი რომ ვისწავლე გაშვება კიდე აი უშვებ რა ეგ ცუდია მაგრამ გამაძლიერა მაგრამ იმასაც ვიტყვი რომ აი ეხა ეს ამბავი რომ გავიხსენე იგივენაირად რაღაცა წამოკრა და მეთქი და მადლობა მაგისთვის იმიტომ რომ მივხვდი რომ ჯერ კიდე ვერ მოვიშუშე ეგ იარა მოხდა აპოკალიფსი და შეგეძლია მხოლოდ ერთი ადამიანი დაიტოვა ვის აირჩევდი და რატომ ფლოკის აულაკაია ფლოკის და აპოკალიფსის დროს რაღაცა ისეთი მეტეორები დაეცემა და რაც ფლოკის სამუდამოდ აცოცხლებდა. იქ მინდა რომ დავამატო. რამდენი წლის ხარ და როგორ ფიქრობ, ასაკობრივი სხვაობა ურთიერთობაში მაქსიმუმ რამდენი უნდა იყოს? შენ რამდენი ხარ მითხარი და მე შენ გეტყვი, მზად ხარ თუ არა ჩემთან ურთიერთობისთვის. ის არის როგორ მე ვარ 27 წლის. და მე ვთვლი რომ ბიჭი ჩემზე პატარა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს. ეს იქნება კატასტროფა. მაგრამ მინიმუმ 3 წელი უნდა იყოს ასაკობრივი სხვაობა. მე ვიცი ახლა პატარა ბიჭებს მოგწონთ ვართ, მაგრამ უბრალოდ თუ გავიძლებთ, კი არა, ჯობია ვაჟაზე იგაზაოთ, ვიდრე მე მოგეწონათ, მაგრამ მართლა და ხო, მინიმუმ 3 წელი, 3 წლიდან იწყება. დაახასიათე შენი თავი 5 სიტყვით. მჭამელი. ბუნებაში ფლოკი. ფილმი. წერა.
რა უბედური წინ 5 სიტყვაა, ან ხო მიხვდით. რამ ხელა ფეხი გაქვს? კაცი რო ვიყო, გოგოები იჭორავებდნენ, ამას ისიც დიდი ეკნება. აი მაგ ხელა მაგ. მართლა. მაგ 41.42. ვინ არის შენთვის ყველაზე ძვირფასი? მამა და დედა. დედა მაპატიე. ხო იცი რომ ყველაზე ძვირფასი ხარ, просто მამა კიდე რაღაცა არის რა. დედა არის ჩემი საუკეთესო მეგობარი და ჩემი შობელი და ჩემი რაღაცა, მაგრამ აი რაღაცა არის რა. დედა და მამა და კირა და ფლოკი. და იაშა და ნამი, იმიტომ რომ ეგენიც უყურებენ უეჭველი და ლილი როუზი და ბუნა და მუშო და ნამირი. და ყველა ჩემი მეგობარი და პატო და სანდრო გთხოვთ, აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი, მართლა ყველა. ვინც მიყვარს ყველაზე მნიშვნელოვანი. შენთვის ბედნიერება უფრო მდგომარეობაა თუ კონკრეტული მომენტები? ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ნახე. ბედნიერება არის კონკრეტული მომენტები, რომელსაც როდესაც იხსენებ, ბედნიერდები. მე რო სულ ბედნიერი ვიყო, საგიჟეთში უნდა მოხვდე რა, ენდორფინებისგან ალბათ გავაფრენდი და ნებისმიერი ადამიანით ჩემი აზრით. ყველაზე მეტად ამას მინდა მოვაყოლო, რა ბედნიერებას რო ვისურვებთ ხოლმე რა, რომ ბედნიერები ვიყოთ. არა, არ გააკეთოთ ეგ, იმიტომ რომ ბედნიერება არის მომენტები. ისურვეთ და უნდა ვისურვოთ სულიერი სტაბილურობა და სიმშვიდე. აი სტაბილურად და შვიდად რო ხარ რა. და მერე ბედნიერებები რომ მოდი, აი ეს ან ბედნიერებას მე მოყვება უბედურება. ანუ აი სუდად ვამბობ, ეხლა წყევლას გავდო. მაგრამ იმას გულისხმობ, რომ ბედნიერება არის უცებ ეს და ოდნავ ესეც მერე იჩითება ცუდი. მიხვდე, იმიტომ რომ აი აქედან ეს უკვე კონტრასტია და როდესაც ვირჩევ სტაბილურობას და იმიტომ კონტრასტი ფსიქიკისთვის ძალიან სიგიჟეა რა. ანუ ბედნიერებაც სტრესია მართლა. იმიტომ რომ მე უნდა გავმკლავდე ამ ჩამოსვლას რა, რომ ლამაზად ჩამოხვიდე და ლამაზად ჩვენ არ ვიცით ჩამოსვლა ეძნეყვები მე და არ მოგწონს რაღაცა გეტკინა, რაღაცა წუნწუნი იწყება. უნდა მithხოვ სტაბილურობა. სად ხედავ შენ თავს 10 წლის მერე? ეხლა ვამბობდი რომ ცოტა ხნის წინ რომ არ ვხედავ, მაგრამ მოწდები ნახოთ. დიდეზოიან სახლში. აი, მოდი რა, ეხლა ისეთ ისტორიას მოვყვები, რისიც მე ცოტა სამჯერა იქნება მანიფესტაცია გამავიდეს. ვზივარ. ძალიან გემრიელ მოშეზლონგო რაღაცა რბილზე, იმიტომ რომ კარზე ვერ ვზივარ დიდი ხანი, მაინც კუდუსუნი ყივა ხოლმე. იმიტომ რომ უბრალოდ ეგ ძვალი მაქვს რაღაცნაირი მე მგონი. მართლა ეგრე ამ კარ შეზლონგზე ვერ ვზივარ. რაღაცას წერ. იქიდან თან ძაღლი ტნის მიჭამს რომ მომეფერეო. გამოდის ფართუკით. ჩემი მეუღლე. ჩაიცვი მეზობლები. ამას მეუბნები. ხო. მაგრამ არა თმიანია და ჩაცმა არ ჭირდება. ძალიან მომწონს. არსად არ მეჩქარება. კმაყოფილი ვარ, მშვიდად ვარ და არ ვნერვიულობ. ხვალ რა იქნება მაგაზე. ყავს შვილები, მაქვს ჩემი გადაცემა, რაღაცა სუპერ დუპერ დონის. ხო, და რაღაცა იმგონია რომ რაღაცა ძალიან ბევრი საქმე მექნება გაკეთებული ისეთი, რომელიც აი იცი რა მინდა რომ რაღაცა გავაკეთო ისე რომ თვითონ რო წერს ფულს, ხო იცი იგივე რა. ბიზნესი ჩაშვებულია და თვითონ წერს რა. საშაურმე სოფელ დილომში. ხო. რა არის შენთვის მარადიული? აი ეს კავშირები რამაც გაგზარდა.
მარადიულად მოყვება რა, თუნდაც აი ყოფილი შეყვარებულის რაღაცა ურთიერთობა შეიძლება იყოს მარადიული, რომელიც მოყვება და გასწავლა რაღაცა. ემოციები უფრო არის მარადიული. რომელიც არასდროს არ კვდება შენში რა. დანარჩენი ყველაფერი მიდის. ვაფშე. და ეს არის არ მინდა ამ ნოტაზე რომ დავამთავრო. ბოლო კითხვა. რა არის ცხოვრებაში მთავარი? ეს მომენტი. იმიტომ ამის იქით რა იქნება არ ვიცი. მარტო ეს მომენტი გაქვს და ეს არის მთავარი. და იქ ხშირად გაიხსენეთ ხოლმე. რომ ძალიან მომავალში ყურებით ამ მომენტს ვკარგავთ. რომელიც აღარასდროს აღარ განმეორდება და ის მომავალი შეიძლება საერთოდ არ იყოს. ამიტომ დღეს, ეხლა, ამ წამს მაქსიმუმი უნდა იყოს ამ დღიდან და ამ წუთიდან. ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. და ისეთი რაღაც არასდროს რა გააკეთო, რაც სხვის უბედურებაზე იქნება აგებული რა. ეგეც ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა. იმიტომ რომ სულ სამძიმებს ეგ ძალიან. სულ აი ვითომე იგეთი ხარ არ ხარ რა, ადამიანი ხარ და წამოგეწევა სადღაც აუცილებლად. უკან მოხედვის არ უნდა გეშინოდეს და ძილის წინ ფიქრების. იმაზე რომ ეს რა გავაკეთე. შა, ამით დამთავრდა ჩვენი დღევანდელი მართლა ძალიან მაგარი ინტერვიუ თქვენთან. ძალიან მაგარი კითხვები იყო, გაგიჟებული ვარ, სავსე მივდივარ. არ და როგორ დამცალეთ კაცო, აი ფურცლების ის ამაკ, როგორ გორაკი, დამცალეთ წესით, მაგრამ სავსე ვარ. მადლობა თქვენ ამისთვის და არ მეყოლია. მე მგონი საათი გავყიდო და ანგარიშის ნომერს დავდებ. მიყვარხართ ძალიან და მადლობა რომ ყავხართ. და პატოსაც, სანდროსაც, ნინოსაც ძალიან მაგრამ უყვარხართ და თამუნასაც უყვარხართ. და მაძლიერებთ ძალიან თქვენ არ იცით რამდენი რამე შეცვალეთ ჩემ ცხოვრებაში. უკეთესობისკენ. მადლობა. მიყვარხართ. მართლა. გთხოვთ გამოიწერეთ ჩვენი გვერდი. გევედრებით რა. რომ თქვენც მიყვარდეთ არ გინდა გამოიწერეთ ჩვენი გვერდი, გამოიწერეთ ჩვენი გვერდი, გამოიწერეთ ჩვენი გვერდი. შა